მშვიდობის. მე მგონი მეორე შემთხვევა ამ 3 წლის განმავლობაში, როდესაც ჩემს ბაჩას დავასწარი და პირველი მოგესალმეთ. ბაჩო, დილა მშვიდობის. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. დილა. ხეთო როგორი დაკომპლექსებული ხარ. ყვირა დღეც დაკათენდა, რა თქმა უნდა და დილა იწყება დილის ლაივით. ტევე პირველის პირდაპირ ეთერში, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლობა იწყება ჩვენით, ჩემო ბაჩო და ეს მომწონს ყველაზე ძალიან. მე და ჩემი უძვირფასესი ბაჩო ქაჯაია დილის ლაივის არაჩვეულებრივი გუნდი თელეკვირის მანძილზე რა თქმა უნდა ვმუშაობთ იმისთვის, რომ დილა იყოს სასიამოვნო, დილა იყოს საინტერესო, ნაყოფიერი და ამაში დარწმუნებული ვართ, რომ გამოგვივა მთავარია გაიღვიძოთ და იყოთ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ სასიამოვნო დილას და მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მე და ხატია შამულია, ზუსტად 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად და ვიქნებით რა თქმა უნდა 2 საათის განმავლობაში და სასარგებლო და სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ვეცდებით რომ ეს ინფორმაცია როგორც სახალისო, ასევე შემეცნებითი, ასევე გასართობი ყველაფერი მოგაწოდოთ, რაც როგორც ვიმუშავეთ მთელმა გუნდმა და ასე ვთქვათ, ცოტა დილა იყო რაღაცნაირი ისეთი ამინდი იყო რაღაც ქარი, წვიმა, ეხლა გამოიდარა. იყო ქარიანი, წვიმიანი. მაგრამ შენ მაინც ყველაზე ადრე მოხვედი, ჩემო ბაჩო. გარეთ დამხვდა სხვათა შორის, ჩემო ბაჩო, ესე ნიავით პასუხის გზნობ როგორ? პასუხისმგებლობის გზნობის გამორჩეული ჩემი ბაჩო, რა თქმა უნდა და ჩვენი ბაჩო და ბაჩო, იცი რა არის? ეს ყველაფერი რომ იყოს ენერგიული, ნაყოფიერი ადამიანებმა კარგად რომ აღიქვან, თან დღეს ენდოკრინოლოგის რჩევებსაც გავითვალისწინებთ. მე არ ვიტყვი შოთას რა თემა აქვს, შოთა თავად წარადგენს, მაგრამ სულ ამბობს რომ წყალი ეს არის უმნიშვნელოვანესი და ექიმები სულ ამას გვეუბნებიან, რომ დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ, 1.5 ლიტრი მაინც. და იმისთვის რომ 2 თუ არა 1.5 ლიტრი მაინც იყოს და მოვასწროთ ეს და ვიყოთ ენერგიულები და თან ხოცი სიგამხდრესაც ძალიან უწყობს ხელს ანუ ნივთიერებათა ცვლას და როცა გაგთან საშუალება რომ წყალი 0%-იანი ბრომატით მიირთვა ეტიკეტს დახედო პესეჟე დაინახო და ეს ყველაფერი იყოს მთის წყალი უკვე შეგიძლია რომ დილა მშვენივრად დაიწყო. დაიწყო დილა მშვენივრად შემოვაჩა. მოგიჭახუნეთ აი ესე. შევეხმიანოთ ჩვენ სანა ზაქაშვილს, იმიტომ რომ მე ამინდი ვახსენე და მაინტერესებს დღის განმავლობაში როგორი ამინდი გველოდება და რასაც გონია რომ გრილი, მაგრამ სასიამოვნო ზაფხულისთვის. კი ბატონო და ესე იგი ამინდის პროგნოზს საფთე ფოქსელი PSP წარმოგვიდგენს და ანა ზაქაშვილი კი გაგვაცნობს. ასე რომ დილა მშვიდობის ანა მოგესალმები და გითხარი როგორი ამინდი გველოდება. დილა ენერგიული ანა. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. დილა მშვიდობის ბაჩო ხატია მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. დღეს ნამდვილად უფრო გრილი ამინდი იქნება ჩვენს დედაქალაქში და არა მხოლოდ საქართველოს რეგიონებში გასული დღეების განსხვავებით და გაგაცნობთ უფრო დეტალურად დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს და გეტყვით რომ დღეს დასავლეთ საქართველოში პროგნოზებით ღრუბლიანობა მოიმატებს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა ელჭექით ნავარაუდები ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარიქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით ჰაერის ტემპერატურა დაბლობს ღამით +14-დან +19 გრადუსამდე დათვება დღისით 18-დან 23 გრადუსამდე. თაში კი ღამით 11-დან 16 გრადუსამდე დათვება ჰაერის ტემპერატურა დღისით კი ასევე 16-21 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ სინოპტიკოსები უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა არის ელჭექით მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია სეტყვაც კი. დასავლეთის ქარიქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა კი დაბლობს ღამით 14-დან 19 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით 19-დან 24 გრადუსამდე. ზოგან ჰაერის ტემპერატურის დათვობა 30 გრადუსამდეც არის შესაძლებელი. თაში კი ღამით 10-დან 15 გრადუსამდე დათვება ჰაერი, დღისით 18-დან 23 გრადუსამდე. რაც შეეხება ქალაქებს, დავიწყოთ ტრადიციულად სოხუმით, სადაც დღეს ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, ჰაერის ტემპერატურა კი 25 გრადუსამდე დათვება. 22 გრადუსს და მზიან ამით ვარაუდობენ დღეს ზუგდიდში, რაც შეეხება ფოთს, აქ ჰაერი დღეს 23 გრადუსამდე დათვება და ხანმოკლე წვიმა არის ნავარაუდები. ოზურგეთში 21 გრადუსი იქნება დღეს, ასევე 21 გრადუსს და მზიან დღეს ვარაუდობენ ქობულეთში სინოპტიკოსები, თუმცა დღის მეორე ნახევარში აქაც წვიმაა ნავარაუდები. ბათუმშიც 21 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. აქაც ხოლო ახალციხეში 20 გრადუსი და ასევე
ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები. 22 გრადუსამდე დათბება ჰაერი დღეს ქუთაისში. ქუთაისში მზიანი დღე იქნება დღეს, მესტიაში კი 16 გრადუსს და ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ამბროლაურში 22 გრადუსი იქნება, აქაც ხანმოკლე წვიმა არის ნავარაუდები, ხოლო ცხინვალში 23 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა იქნება. 23 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა ასევე გორში, სადაც მზიან დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან სავარაუდოა, რომ შეიძლება დაწვიმდეს, ხოლო თელავში 26 გრადუსი და ანალოგიურად ნაწილობრივ მზიანი ამინდი იქნება. რუსთავში 25 გრადუსამდე დათბება დღეს ჰაერის ტემპერატურა, აქაც ნაწილობრივ მზიანი ამინდი არის ნავარაუდები და ნალექსაც ელოდებიან სინოპტიკოსები, რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისში დილიდან ცოტა ცივა, თუმცა ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში მაქსიმუმ 25 გრადუსს მიაღწევს და აქაც ანალოგიურად ისევე როგორც საქართველოს უმეტეს მსხვილ ქალაქში დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელი არის მზე, ხოლო გარკვეულ მონაკვეთში შესაძლოა რომ წამოწვიმოს. ასეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ჩვენს მაყურებელსაც შეუძლიათ რომ დაგეგმონ ამინდის შესაბამისად დღე, მე კი აქ დროებით დაგემშვიდობებით და რამდენიმე წუთში შემოგერთდებით სტუდიაში. დიდი მადლობა ანა, დიდი მადლობა და მშაპუნა წვიმა უხდება ზაფხულს და ცოტა გაგვაგრილებს და ცოტა წუწუნებდით, ძალიან ცხელოდა ბაჩო ცოტა ხნის წინ და ხო და დღეს გრილად შეგვიძლია რომ გადასარევი ამინდი არის სხვათა შორის და გრილად გინდა განვაგრძო გაგაგრილო, ძალიან საინტერესო ამბები უნდა მოვყვე. მივხვდი ალბათ რომ ტოპ 5-ის ჯერიც დადგა და ვფიქრობ რომ დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბები შევაგროვეთ და მინდა გითხრა რომ იმდენმა ადამიანმა ვიმუშავეთ ტოპ 5-ზე რომ 5 კი არა 6 გამოვიდა, იცი? რასლაბარაკო. ანუ დღეს ტოპ 5-6-ია, ტოპ 6-ია. აი, თვითონ მოვიტანეთ ამბავი და გაეგზდა. და თან ისეთი საინტერესო იყო, ვერც ერთი ვერ გადავდეთ შემდეგი კვერეს. მაშინ გისმენთ და ტოპ 5-6 ამბავით. ტოპ 5-6 ამბავით. ესე იგი, პირველი ამბავი Taylor Swift-ზე უნდა მოგიყვეთ, რომელსაც შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოუწია კაცის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისგან შვილი ყავს. 45 წლის Brian Jason Wagner-ი რამდენჯერმე ეწვია Swift-ს ლოს-ანჯელესის სახლს და დაჯინებით აცხადებდა, რომ მათ საერთო შვილი ყავთ. ეს არის მორიგი სავარაუდო სტალკერი, რომელიც 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის მაისამდე ალბათ არაერთხელ მივიდა Swift-ის ლოს-ანჯელესის საცხოვრებელში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, როგორც იუწყებიან, Wagner-ს მინის ბოთლი ეჭირა, რაც Swift-ის თქმის შესაძლებელია მის წინააღმდეგ გამოყენებულიყო. როგორც იარაღი წარმოიდგინეთ. Swift-მა ისიც აღნიშნა, რომ ეს ვიზიტები შიშის მომგვრელია საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოებისთვის. სხვათა შორის ბოლო წლებში Taylor-ი არაერთი სტალკერის მსხვერპლიც კი გამხდარა. აი მაგალითად 2018 წელს როჯერ ალბარადომ მის სახლში შეაღწია. ისარგებლა მისი საშხაპით და შემდეგ საძინებელშიც კი დაიძინა, არც მეტი, არც ნაკლები. ამის გამო მას 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და შემდეგ პერიოდებში Taylor Swift-ის ადევნებისთვის და თვალთვალისთვის კიდევ 7 ადამიანი იქნა დაკავებული. ნუ ასე იცის სუპერპოპულარობამ Taylor Swift-ი პოპულარობის პიკშია და ნუ შესაბამისად როგორც სასიამოვნო და კარგია რომ უმეტესად სასიამოვნო ამბებია მის თავს, მაგრამ ნუ არასასიამოვნო ინციდენტებსაც ამ შემთხვევაში აქვს ხოლმე ადგილი, როცა ესეთი მასშტაბური ვარსკვლავი ხარ. ამასობაში კი, ჩემო ძვირფასო ბაჩო და ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო, Gigi Hadid და Bradley Cooper-ი პაპარაცებმა ერთად შენიშნეს. ამჯერად უკვე თითზე ბეჭდით. Gigi-ს და Bradley-ს რომანი 2023 წელს დაიწყო და ბოლო დროს მათ დაშორებაზეც კი იწერებოდნენ და აი Daily Mail-ის ცნობით პაპარაცებმა წყვილი რომანტიულ პაემაზე დააფიქსირეს და როგორ მიხარია, რომ ერთად არიან ისინი, იმიტომ რომ ულამაზესი წყვილია და როგორც ჩანს მათი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადავიდა, რადგან Gigi-ს თითზე უკვე ბეჭედსაც ხედავთ, რომელსაც აქამდე იგი არასოდეს ატარებდა. ჩემო ბაჩო, კიდევ ერთი ჰოლივუდურ, მსახიობურ, ფეშენურ წყვილი შედგა. ხედავ, შენ როგორი ამბები ყოფილა ჰოლივუდში. იცი რა მიხარია, რომ ეს ჩვენი Bradley ცოტა ჩამოყალიბდა. არეული ხონდა პირადი ცხოვრება. თუ ჩამოყალიბდა, მე შვიდად ვიქნები ახლა უკვე უფრო.
ხო მახსოვს ჩემი ირინა შეიკიცმის როგორ არ არის? რას ლაპარაკობ? ლეიდი გაგაზეც იყო საუბრები და მთელი იმ ფილმის მერე. იმის მერე და მე მგონი ახლა ჯიჯისთან უკვე ბედნიერებას იპოვის და იპოვა კიდევაც და ძალიან მიხარია რომ ეს ულამაზესი წყვილი ჰოლივუდს და არა მარტო ჰოლივუდს მსოფლიოს დაამშვენებს. მოდით ახლა ცოტა კინოინდუსტრიულ ამბებსაც შევეხოთ, რადგან ბრედლიზე იყო საუბარი. Netflix-ი იწყებს ახალ პროექტს, ანუ ახალი ფილმის გადაღებას სახელწოდებით კვაზიმოდო, რომელიც ვიქტორ ჰიუგოს რომანის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიხედვით იქნება გადაღებული. თავარ როლს ფილმში ვენსან კასელი შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა Variety უწყება და ფილმში მოქმედება ვითარდება პარიზში 1830 წლის რევოლუციამდე და მთავარი პერსონაჟი ჰიუგოს მიერ შექმნილი კვაზიმოდოა, კუზიანი კაცი, რომელიც რომანში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარებს რეკავს. ყველაზე კარგად გვახსოვს ეს პერსონაჟი მას შემდეგ, რაც ქოლერის ეპიდემია ქალაქს მოედება, მთავარი გმირი აღმოჩნდება პოლიტიკურ მღელვარებებსა და შეუძლებელ სიყვარულს შორის. ესეა ნათქვამი სინოფსისში და ნუ ხა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ყველას საკითხული გვაქვს, რა თქმა უნდა და გვახსოვს ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები, უკვდავი კლასიკა და ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება თუმცა გამოცემის ცნობით ფილმს ბნელი მხარე იქნება, ბაჭო. გადაღებები საფრანგეთში 20-25 წლის ზაფხულში დაიწყება, ანუ ეხლა უკვე და ვენსან კასელი ფრანგული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, მრავალმხრივი, უნიჭიერესი, უსიმპათიურესი მსახიობია და ესეც ყოველთვის კარგად არის ცნობილი, რომ ძალიან მრავალფეროვანია მისი ნიჭი, თუმცა ძალიან საინტერესოა მისი ეკრანული ძლიერი ენერგეტიკით და რისკიანი როლებით, ეხლა კვაზიმოდოს როლში როგორი იქნება და ძალიან საინტერესოა ასევე აც უკვე დაშორებულ, მაგრამ მეგობარი მეუღლე ყველასთვის საოცნებო და ულამაზესი მისი ყოფილი მეუღლე, როგორ შეაფასებს ვენსან კასელს და არა მარტო მეუღლე, პრინციპში მისი ცნობილი გერლფრენდებიც როგორ შეაფასებენ ვენსანს. მაყურებელიც როგორ შეაფასებს და ვიქტორ ჰიუგოს მე არ ვიცი ვინ არის ესმერალდა, ვინ თამაშობს ესმერალდას როლს და ჯერ არ არის ეს ცნობილი, მე მგონი გასაიტუმროა. შეიძლება არც არის დამტკიცებული. ჩვენ არაფერი არ გამოგვეპარება ჩვენს გუნდს და როგორც კი დაამტკიცებენ, იცოდე რომ ჩვენ ეს გვეცოდინება და ჩვენ საყარელ მაყურებელსაც რა თქმა უნდა მაშინვე გეტყვით თუ ვინ შეასრულებს ესმერალდას როლს და მინდა გითხრათ ბრედ პიტის შოკის მომგვრელი ფოტოებით, ასე ლამაზად, ასე მომხიბლელად მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი ამბავი. მინდა გითხრათ, რომ აი ხედავთ ახლა 61 წლის ასაკში ბრედ პიტი როგორც გამოიყურება. ამ კოსტიუმით ის მეხიკოში ახალი ფილმის ფორმულა 1-ის პრეზენტაციაზე გამოჩნდა და კიდევ ერთხელ დაგვემტკიცა ყველას, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე წარმატებული და ყველაზე სიმპათიური და ქალებისთვის ყველაზე მიმზიდველი და სასურველ მსახიობად რჩება. თითქოს როგორ სადადაცვია ხედავთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან დახვეწილად, თავისუფლად და ელეგანტურად, როგორც ყოველთვის. მისი აუთფიტი მოიცავდა ორეულს, ანუ პიჯაკს და შარვალს, რომელიც ფერთა პალეტრიდან ისეთ რაღაცნაირად იშვიათად შერჩეული ლავანდისფერი ქსოვილით იყო შესრულებული და საბოლოო შტრიხად კი მსახიობს პიჯაკის ჯიბეში აბრეშუმის ვარდისფერი ცხვირსახოციც კი ამშვენებდა, რაც მის გარეგნობას ფერად და გემოვნებიან ელფერს მატებდა და სწორედ ამით დაიპყრო მთელი აუდიტორიის ყურადღება და ნუ გასაკვირია რომ დაიპყრობდა და მიიპყრობდა ყველას ყურადღებას ჩვენი ბრედ პიტი. ფილმი კი ფორმულა 1, რომელშიც ბრედ პიტი მთავარ როლს პრობლემური მრბოლელი სონი ჰეიზის პერსონაჟს ასრულებს, უკვე გამოვა ამ თვის ბოლოს კინოთეატრებში და უკვე დიდი მოლოდინია როგორც გულშემატკივრებში, ასე კინოკრიტიკოსთა წრეებშიც და ძალიან საინტერესოა ბრედი როგორ მოირგებს ამ როლს. ეხლა მე ტრეილერი ვნახე უკვე არის ქსელებში და ცოტა მენანება რომ ძალიან ხშირად უწევს იმ ჩაფხუტის ჩამოფარება, იმიტომ რომ რბოლელია და რაღაცა ისე ვერ მიხილავ. ტრეილერში არის და მთლიანად ფილმში მაგდენი ხანი არ უწევდეს და დათქვე. დავთქვე, კარგი. მოვა ივნისის ბოლოც და დავთქვებით, ჩემო ბაჭო. მარწყვის მთვარე ნახე შე? აბა მარწყვის მთვარე. მარწყვი მიირთვი და მარწყვის მთვარე. როგორ დაირა ხელში დასაჭერი რო არის, ეგ ვიცი მთვარე. ამაშია საქმე. ესე იგი 10 და 11 ივნისს ყველა ადამიანის მსოფლიო მზერა და გული მიიპყრო
მგონი მთვარის ამ ფერმა და ეს სახელი სწორედ ჩრდილოამერიკული ადგილობრივი ტომების ტრადიციიდან მოდის, რომლებიც ამ მთვარის ამოსვლას მარწყვის მომწიფებას უკავშირებდნენ. წლის ამ პერიოდში, როდესაც მთვარე დაბალ ტრაექტორიაზე ამოდის, მას ხშირად თბილი ოქროსფერი ან მოყვითალო ვარდისფერი ელფერი აქვს და განსაკუთრებულად ლამაზია და მინდა რამოდენიმე ფოტო ვაჩვენოთ კიდევაც სხვადასხვა ქვეყნებიდან როგორ ჩანდა და როგორ დაინახეს ფოტოგრაფებმა და უამრავი ქვეყანა არის ჩამოთვლილი, დაწყებული საბერძნეთი, ესპანეთი, ინგლისი, მალტა და უამრავი ქვეყანა. მე გამახსენდა ახლა ეგ დღე სხვათა შორის სავსე მთვარეობა იყო მაგ დღეს, ჩვენთანაც იყო ესეთი რუსთაველიდან ძალიან ისე ჩანდა, კარგად. რა ფერი იყო რუსთაველიდან? ესეთი მოწითალო. კი, შეიძლება ითქვას მარწყვის, კი ბატონო, მე არა მაქვს პრობლემა. და მარწყვის ხო არ მიირთვი ამავდროულად? არა, მარწყვი არა. მარწყვი არ იყო რუსთაველზე. და ნახე, თან მთვარისგან, სავსე მთვარისგან ხო იმუხტება ადამიანის ენერგია და ენერგეტიკა და მე ვიცი რომ ზუსტად ძალიან ბევრი ადამიანი იყო იმ დღეს რუსთაველზე დამუხტული და ენერგიული და კარგია შემდეგში რომ დაინახავ, გადამიღე ერთი ფოტო და ჩამიგდე. კარგი. 10 ქვეყანა რო ჩამომათვლებინე, საქართველო არ იყო. კარგი. ფოტოგრაფი ბაჩო ქაჯაია. მე 6 ამბის დრო ხო არ არის ახლა? აი, დაგამახსოვდა ხომ რომ 6-ია. კი, 5 ხო იყო. თან არ იცი რა ამბავი მაქვს შენთვის. აბა? ვერ წარმოგიდგენია. აბა? ეს გოგო ხო ყველას ძალიან გვიყვარს და ვარსკვლავია მართლა ახალი თაობის, თუმცა მასზე ახალი თაობაც უკვე მოდის. მინდა გითხრათ რომ დუა ლიპა დაინიშნა ჩემო ბაჭო. კარგი, რას მეუბნები? 29 წლის ასაკში. ეს ნამდვილად არ იყო გამოსატოვებელი. მე-6 თუნდა. აბა, დუა ლიპა ოფიციალურად დაადასტურა ნიშნობა ბრიტანელ მსახიობ და მოდელ კალუმ თერნერთან და მათი ურთიერთობა სხვა ჩერს 20-24-ის დასაწყისში გახდა ცნობილი ასე საჯაროდ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ინსტაგრამზე უკვე ძალიან ბევრი ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა მანამდე საერთო მეგობრების მეშვეობით რაღაცნაირად ისე ხშირად ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, ესე მარტო კი არ იყვნენ, ბევრნი რო არიან და რო უნდა იმკითხაო ახლა ესენი ერთად არიან თუ უბრალოდ მეგობრობენ. ერთად შეხვედრაზე აღმოაჩინეს, რომ ერთი და იგივე საყვარელი წიგნი აქვს თურმე მათ. რაც დუას თქმით, ცხოვრების პატარა მაგიური სიგნალი იყო და წყვილი ამ ეტაპზე სხვა ჩერს ქორწილის დაგეგმვას არ ჩქარობს და პირველ რიგში ერთად ყოფნით ტკბებიან ისინი. ბეჭდის ფასიც მინდოდა რომ მეთქვა თუ ეგ მინდოდა მეკითხა მე რომ ესე გაინტერესებდა. ეგ არ გამოგრჩებოდა შენ. სხვა შორის ხო არიცი რამდენია? იცი რა არის, სხვა შორის უფრო ძვირიანი დაინიშნა ამ რამოდენიმე წლის წინ ჯეილო, მინდა გითხრა. 7 მილიონიანი ყვითელი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა მისმა ყოფილმა მეორე ნახევარმა და სამწუხაროდ აღარ არიან ერთად, მაგრამ დუასთვის სპეციალურად შეიქმნა ბეჭედი, რომელიც 650,000-დან იწყება, მინდა გითხრა, 650,000 ჩემო ბაჭო, წარმოგიდგენია ხო? და 1,25,000-მდეც შეიძლება ავიდეს, აი ესეა რა. როგორი მინიმუმიდან მაქსიმუმამდეა შეფასებული, წარმოიდგინე. ნუ 29 წლის ასაკში მე მგონი გადასარევი ნიშნობის ბეჭედი არის. მე მახსენდება, ჩემ მშობლებს ვქონდათ გრეხილი გახსოვს ბეჭდები და რო გვინახავდნენ ხოლმე. ძალს რომ მოიყვანან, რომ გათხოვდები, გრეხილი უნდა გქონდეთ. და აქ ეხა წავიდა მსოფლიო უკვე მილიონებზეა აქ საუბარი ჩემო ბაჭო და მინდა რომ წარმატებები უსურო, ბედნიერება უსურო დუა ლიპას. მართლა ძალიან მაგარი გოგოა და მიხარია რომ კიდევ ერთი გადასარევი დაწყვილებების სტოპექსეული მქონდათ ხო? ფაქტიურად ეგრე იყო. ამაშია თუ არ ჩავთვლით მთვარეს. მთვარე ისეთი ცივია. თბილი იყო იმ დღეს. იმ დღეს თბილი იყო. ესე იგი ასეთი იყო ხატიას ტოპ 5-6 ამბავი. დაიმახსოვრე ყველა 6-ვე? აბსოლუტურად. რეკლამაზე მომიყვები 6-ვეს. აუცილებლად, მაგრამ სანამ რეკლამაზე გავალთ, სახალისო ვიდეოები უნდა ვნახოთ. ხო, ამას ვერ გამოვტყობთ. განწყობა, შევუქმნათ მაყურებელს, დილის ლაივის გუნდმა, რომელიც მოამზადა, ასე რომ ვნახოთ სახალისო ვიდეოები. ერთი სული მაქვს.
I like diamonds, I like stunning, I like shining, I like $1 million deals. Where's my pen? Bitch, I'm signing. Hey. 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 რაგი როგორი სახალისო ვიდეოები გქონდა როგორი ყველელი იყო ის რომ კოცნი და ბეკეკას თუ რომელიც ყოველი იყო არ ვიცი კარგად ვერ დავინახე შვენიერი ახლა რა ვშვებით მხიარულად დავბრუნდით წყალიც მირთმეული გვაქვს და ორგანიზმიც ესე გვაქვს ჯანმრთელად დატენიანებული გაწყლავანებული და მოვემზადეთ იმისთვის რომ ექიმის რჩევების დროს ასე შევხვდეთ ჯანმრთელად და მხნედ რომელსაც რა თქმა უნდა ტრადიციულად ენდოკრინოლოგი ექიმი შოთა ჯანჯღავა წარმოგვიდგენს რა თქმა უნდა ექიმის რუბრიკის წარმომადგენელი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა რომელიც მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული და იგი წარმოდგენილია როგორც პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის ასევე რა თქმა უნდა მოყვარულებისთვისაც რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერში. შოთა დილამშვიდობის დილამშვიდობის ბაჩოხადია მოგესალმებით მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მე როგორც ყოველთვის გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდეგული წარმატებულ კვირას. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი, რომელიც ძალიან დიდ ნაწილს ჩვენი მოსახლეობის აწუხებს, ეს არის თმის ცვენა. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს სხვადასხვა სახის თმის ცვენები, როგორ მოუაროთ ჩვენს თმას, როგორ შევინარჩუნოთ უფრო დიდ ხანს და მაღალი ხარისხის თმა, ამასთან დაკავშირებით დღეს მოვიწვიეთ არაჩვეულებრივ სპეციალისტი კლინიკა თალიზის ექიმი დერმატოლოგი ტრიხოლოგი ქალბატონი ნანუკი ქორქია. დილამშვიდობის ნანუკი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და მაქსიმალურად შევეცდები საინტერესო იყოს ჩვენი ტელეეთერი დღეს ჩვენი მაყურებლებისთვის. აუცილებლად. ნანუკი, რომ აუხსნათ ჩვენს მოსახლეობას რას ნიშნავს თმის ცვენა, როდის ითვლება, რომ ეს ნორმალურია თმის ცვენა და როდის ითვლება პათოლოგიურად და რა სიმპტომები ახასიათებს? ზოგადად თმის ცვენა არის ძალიან აქტუალური პრობლემა როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში. ძირითადად ჩივილი თუ რაზეც მოგმართავენ ჩვენ პაციენტები, გამომდინარე იქიდან რა ტიპის თმის ცვენები აქვთ ან თმის საფარველის სკალპზე შეთხელება, თანდართული ძლიერი ცვენით ან ძლიერი ცვენის გარეშე, ან არის უბრალოდ დიდი რაოდენობით თმების შემჩნევა, როგორც თეთრეულზე, ტანსაცმელზე, რაღაც ბანაობის შემდეგ აბაზანაში. და ასევე ხშირი მომართვიანობა არის ერთი კონკრეტული არეალის გაცვენა, როგორც წვერის, ისე წარბის ან თავისთმიან არეზე, როგორც ზრდასრულებში, ისე პატარა ბავშვებში. ეს არის ძირითადი ჩივილი და სიმპტომი, რაც არის ჩვენს მომართვიანობაში. აი დაახლოებით რამდენი ღერი ითვლება, რომ ნორმალურად უნდა დაგცვიდეს დღის განმავლობაში? დღის განმავლობაში ნორმალურად საშუალოდ 50-დან 100 ღერი უნდა დაცვიდეს. მნიშვნელოვანია გათვალისწინება იმის, რომ რაც უფრო გრძელია თმა, მით უფრო ბევრი ჩანს ეს 100 ღერიც და 80 ღერიც. შესაბამისად, რთულია აი ზოგჯერ პაციენტისთვის იმის განსაზღვრა არის თუ არა ეს ზუსტად ესე, ანუ 100-ის ცვივა თუ მეტის ცვივა. ანუ გრძელი სქელი თმა უფრო ვიზუალურად მეტად აღიქმება.
ამისთვის უკვე სჭირდება უშუალოდ სპეციალისტთან ვიზიტი და მის მიერ შეფასება აქვს თუ არა რაიმე პათოლოგიური ცვენა, თუ ეს უბრალოდ ნორმალური ბუნებრივი მდგომარეობაა, თუ თავად ვერ აფასებს. ასევე აი ამ ნორმალურ ბუნებრიობაში რო ვიყოთ ჯერ ასე ვთქვათ, აი დაბანის დროს რო ჩამოვცვლათ თმა და სავარცხელს რო ჩამოყვება, ამ შემთხვევაში ძალიან სანერვიულოა ეს ფაქტიც თუ რაღაც ნორმად ითვლება. არა, რა თქმა უნდა, ჩვეულ მით უმეტეს ახლა ბანაობის შემდეგ ლოგიკურია, რომ კანის დატენიანება ხდება, ცხელ ტემპერატურაზე გაფართოება, ცვლილებები და შესაბამისად უფრო მარტივია თუ არის მოცელადი ტელოგენურ ფაზაში მყოფი ნორმის ფარგლებში თმა, შეიძლება მოძროს და ჩამოვარდეს. რა თქმა უნდა, სულ თმას თუ ივარცხნით, მით უმეტეს შეამჩნევთ და ასევე დღის სხვადასხვა ღამეც რომ დაგხვდეთ თეთრეულზე ბალიშის პირზე 1-2 ასე ვთქვათ თმის ღერი, ეგეც ნორმად ითვლება, ანუ არ არის საგანგაშო. ასევე მინდა სეზონურობაზე კითხო, აი თუ ახასიათებს თმის ცვენას სეზონურობა და რომელ პერიოდში უფრო მეტადაა გამოხატული? ზოგადად რა თქმა უნდა ახასიათებს სეზონურობა, უმეტესად გამოხატულია შემოდგომაზე და გაზაფხულზე და გავლენა ძირითადად არის ხოლმე უფრო ზამთრის და ზაფხულის მდგომარეობების. ისევე როგორც ტემპერატურის ცვლილების, არასწორი კვების, იმიტომ რომ ზაფხულში ყველა რატომაც დიეტას იცავს თვითნებურად და შესაბამისად რაღაც გარკვეული მიკრონუტრიენტების დეფიციტის გამო ტელოგენური თმის ცვენა გვეწყება, რომლის საპასუხო რეაქცია უშუალოდ გამოხატული თმის ცვენით გვაქვს საშუალოდ 3-4 თვის შემდეგ. ეს უწევს შემოდგომა ნოემბერი-დეკემბრის დასაწყისში ძირითადად გამოხატული ცვენები. ზამთრის ფონზე სიცივე, სტრესი, დეპრესია, დეპრესია ყოველთვის უფრო ზამთარში აქტიურდება. მაგის გავლენა რა თქმა უნდა გვაქვს და შესაბამისად გაზაფხულზე სადღაც მაისის თვისთვის, აი აპრილის ბოლო მაისის დასაწყისი, ყოველთვის გვაქვს ხოლმე უფრო მომატებული თმის ცვენა. დიახ. ანუ ასევე მინდა კითხო, აი ხა ახსენებ თქვათ ერთ-ერთი დიეტა, რომლის შეიძლება აი რა მიზეზები არსებობს ზოგადად თმის ცვენისთვის? ხა, თმის ცვენის მიზეზები ძალიან ბევრია, ანუ გააჩნია რა ტიპის თმის ცვენა გვაქვს, ასე ვთქვათ. შეიძლება იყოს პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ჰორმონალური დისბალანსი, შინაგანი ფაქტორებიდან დამეთანხმებით ფარისებრი ჯირკვლის გავლენები, ასევე ანდროგენული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია, გენეტიკური წინასწარ-განწყობა, ესეც. გვაქვს სტრესული ფაქტორები, სტრესი როგორც იწვევს ქალებში და მამაკაცებში შეიძლება ტელოგენური თმის ცვენა გამოიწვიოს, ბავშვებში იწვევს ძალიან ამ ბუდობრივ თმის ცვენებს, როდესაც ერთი კონკრეტული არეალის გაცვენა ახასიათებს. გამომწვევ მიზეზებში არის რაღაც ქრონიკული დაავადებები, ისეთი მაგალითად როგორც არის წითელი მგლურა, ანუ სხვადასხვა მსგავსი ტიპის დაავადებები, ავტოიმუნური დაავადებები. ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული მედიკამენტებთან, ქიმიოთერაპია, სხიური თერაპიის შემდგომი გავლენაც და ორსულობაც რა თქმა უნდა მოქმედებს. მედიკამენტებზე მინდა აღვნიშნო, არ ვიცი, რამდენად არიან ხოლმე პაციენტები ინფორმირებული, ხშირად აი აკნეს სამკურნალო მედიკამენტები, რაც ინიშნება დასალევად ორალურად, გვაძლევს ერთ-ერთ გვერდით ეფექტს თმის ცვენას. და ზოგადად ინფორმირებული არ არიან ხოლმე სამწუხაროდ ამაზე. და აი მინდა რომ ჩვენმა პაციენტებმა იცოდნენ, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ის კონკრეტული მედიკამენტები, რასაც იმ პერიოდში იღებენ. დიახ. ასევე ანუ მინდა კითხო, აი როგორი და როგორი სახის აი ახსენეთ ხო ჩინე ანდროგენული, ტელოგენური, ეს რას ნიშნავს ეს და როგორი და როგორი სახის თმის ცვენები არსებობს? ზოგადად ესე თმის ცვენები, რომ დავყოთ, იყოფა ნაწიბუროვან და არანაწიბუროვან თმის ცვენებად. არანაწიბუროვან თმის ცვენებში არის ეს ბუდობრივი თმის ცვენა, ანდროგენული ალოპეცია, როგორც ფიმელის, მეილ პატერნი, ანუ მამაკაცის და ქალის ხაზი. ასევე არის ტელოგენური თმის ცვენა, ტელოგენოფილიუმი, რომელიც არის სხვადასხვა შინაგანი ცვლილებებიდან გამომდინარე გამოწვეული ტოტალური თმის ცვენები, რომელიც რაღაც გარკვეული მიზეზით იწვევს სრულიად გაცვენას, როგორც წყარბების, ისე წვერის, წამწამების და თავის თმიანი არის სხეულზეც სრულად. ესე ძირითადად მაგას ვყოფთ ხოლმე. ნაწიბუროვანი იყოფა, ანუ პირველად და მეორად, ეგ არის ძირითადად დამოკიდებული რაღაც კონკრეტულ ქრონიკულ დაავადებებზე, რასაც შესაბამისად თავისი სპეციფიური საკმაოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა ჭირდება და არ მიეკუთვნება თვით აღდგენით პროცესს. როგორიც შეიძლება იყოს იშვიათ შემთხვევაში პირობითად მაგალითად ბუდობრივი თმის ცვენა, თუ არ ჩავერიეთ, შეიძლება თვითონაც აღდგეს, ნაწიბუროვანი ალოპეციები თვით აღდგენას არ ემორჩილება.
დიახ. აი მინდა კითხოთ, ანუ კი აი ხა ანდროგენული ახსენდა ქალბატონებს ძალიან აწუხებთ ხოლმე ეს პრობლემა და ასევე მამაკაცებს, როდესაც აი პუპერტატის პერიოდს გადიან და ეს ტესტოსტერონის დონე რო იმატებს. აი რას ნიშნავს ეს ანდროგენული და როგორ მიაქციონ ყურადღება ქალბატონებმა? ხა ანდროგენული ალოპეცია რას ნიშნავს? გენეტიკურად გვაქვს წინასწარ განწყობა რაღაც კონკრეტული ფერმენტის მიერ ჩვენი ჰორმონალური ცვლა მოხდეს კონკრეტულ უბანში. ძირითადად არის ხოლმე ამ არეალზე და ახასიათებს როგორც მამაკაცში, ისე ქალში გავრცელება. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, ახლა მამაკაცში იწყება უფრო ნაადრევად, ქალში თუ არ გვაქვს პრობლემები, მაგალითად აი პოლიკისტოზი არ არის, ისე უფრო იწყება ხოლმე აი მენოპაუზიდან. მანამდე არ გვაქვს ეგეთი ცვლილებები. და აი მამაკაცებში სადღაც უკვე 16 წლიდან იწყება თავისთმიანი არის ის შეთხელება, შეიძლება არ ახდეს ესე დიდი რაოდენობით თმის ცვენა. უბრალოდ ცვლილებები მიდის აი ამ კონკრეტული საფეთქლის ხაზის დარღვევით, ანუ შუბლის ხაზის და საფეთქლის არეების შედარებითი გამელოტებით, მე დაერთვის ხოლმე თხემის არეალი და გვირგვინის ზონა. თვითონ ეს ცვლილებები თავისით გაჩერებადი და აღდგენადი არ არის, შეიძლება რაღაც პერიოდში უფრო მეტად გაცვივდეს, მერე წლების მანძილზე გაჩერებული იყოს, მაგრამ მერე გაგრძელდეს. აქვს თავისი, ანუ ჩვენთან როდესაც ტრიქოლოგებთან მოდიან, შეფასების შკალა აქვს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაფასებთ ხარისხს, ანუ რა დონეზე არის გაცვენილი და პროგნოზს რა დონეზე გაცვივდება, ანუ როგორი მოლოდინები გქონდეს ესეთ პაციენტთან. ვითვალისწინებთ გენეტიკას, გენეტიკურად ნუ X ქრომოსომასთან არის უფრო შეჭიდული და შესაბამისად დედის ხაზი არის ხოლმე წამყვანი, დედის მამა, მამაკაცების შემთხვევაში, ხოლო ქალბატონების შემთხვევაში ორივე მშობლისგან გადმოგვეცემა სამწუხაროდ და გვაქვს ესეთი წინასწარ განწყობა, რომ რაღაც ეტაპზე რაიმე მიზეზით მოხდეს გააქტიურება იმ ფერმენტის და ცვლილებები უშუალოდ ამ დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ. დიახ. და ანუ კი მინდა კითხვა, აი ამის მიზეზები გენეტიკურია ძირითადად? ნახეთ, ჩვენ გვაქვს გენეტიკური წინასწარ განწყობა, რომ ეს ფერმენტი რაღაც მიზეზით შეიცვალოს. თუმცა მიზეზი, რაც ამ ფერმენტს აქტიურებს, შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი. შეიძლება რაღაც ვირუსული, ბაქტერიული ინფექციებით, ან თანდართული ქრონიკული დაავადებებით დასტიმულირდეს, ან სტრესული გავლენა ძალიან ხშირია, მით უმეტეს ახლა ბავშვები მაგასაკში ბიჭები, სტუდენტები არიან, ან ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის და აი დასტიმულირება სწორედ ამ განცდების შინაგანი მდგომარეობიდან მომდინარეობს. შეიძლება იყოს არასწორი კვება, არასწორი ვარჯიში მათ შორის და ანაბოლური სტეროიდების მიღება, ეს ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი გამომწვევია, რაც არ ვიცი იციან თუ არა, ძირითადად არ იციან სამწუხაროდ. შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი, ასევე ნუ არასწორი მოვლა იმ პრინციპით, რომ თუ რაღაც ხანგრძლივი პერიოდით გვაქვს ანთებითი მდგომარეობა კანზე, შეიძლება დაასტიმულიროს უკვე უშუალოდ ის ცვლილებები, რაც ანდროგენული ალოპეციისთვის იქნება დამახასიათებელი. აი როცა მოდის პაციენტი ხოლმე თქვენთან, აი რა სადიაგნოსტიკო მეთოდებს ვიყენებთ, რომ დადგინდეს ეს თმის ცვენის მოდელები? თმის ცვენის სადიაგნოსტიკო ოქროს სტანდარტი, რა თქმა უნდა, არის ტრიქოსკოპია. ამით ვიწყებთ, იმიტომ რომ უნდა განსაზღვროთ ჩვენ, როგორი არის თმის ფოლიკულის მდგომარეობა, თმის ღერის ამოსვლის ხარისხის, ასე ვთქვათ, რაოდენობა, ყველაფერი და მერე უკვე აუცილებლად ლაბორატორიული ტესტები. ლაბორატორიული ტესტები საკმაოდ, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, ბევრი გამოდის პაციენტზე, იმიტომ რომ ჩვენ უნდა განსაზღვროთ, ნუ ქალის შემთხვევაში მით უმეტეს ჰორმონალური ფონის სრულად, ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება უნდა მოხდეს, რკინა დეფიციტური ანემიის, B12-ის დეფიციტის განსაზღვრა უნდა მოხდეს აუცილებლად. ასევე გააჩნია რა მედიკამენტოზურ მკურნალობას ვგეგმავთ. ახლა მამაკაცში თუ ვგეგმავთ სამომავლოდ ისეთი მედიკამენტების დანიშვნას, ან ორალურად, ან წასასმელად, ტოპიკურად, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული გავლენა და გვერდითი ეფექტები, აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული სხვადასხვა მაჩვენებლები, როგორც არის მაგალითად ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ჰორმონალური სპექტრი, დიჰიდროტესტოსტერონი, რა თქმა უნდა განისაზღვროს საერთო ტესტოსტერონი. რაღაც გარკვეული ანალიზები ტარდება, რითიც ჩვენ პირველ რიგში ვახდენთ დიაგნოსტირებას, თანდართულად რამე პრობლემა ხო არ გვაქვს ანდროგენული ალოპეციის გარდა და ამავდროულად მსაზღვრავთ მკურნალობას. ან მხოლოდ ტრიქოსკოპიით, მხოლოდ გარეგნული ჩარევით ვერ მოხდება სრულყოფილი შეფასება პაციენტის. აუცილებელი არის ანალიზებიც. დიახ. აი ხატია საკითხვა, დიახ ხატია.
შოთა, მოგესალმებით ნანუკი. თქვენ ახსენეთ ხარ რკინა დეფიციტური ანემია, ახსენეთ B12 და ანდროგენულ ალოპეციასა და ზოგადად თმის ცვენასთან კავშირში არის თუ არა D ვიტამინის ნაკლებობაც და D ვიტამინის ანალიზით საჭიროა თუ არა პაციენტმა რომ მაიღოს. D ვიტამინის ნაკლებობა საკმაოდ კავშირშია, თუმცა D ვიტამინის ნაკლებობა ესე უშუალოდ მარტო ანდროგენულ ალოპეციასთან არა, ეგ არის თანდართული პრობლემა, რომელიც ანდროგენული ალოპეციის მიღმა მიმდინარეობს და ჩვენ თუ რაღაც დონეზე არ დავასტაბილურეთ, არ მივიღეთ შესაბამისი მედიკამენტი ან არ გავედით შესაბამისად მზეზე თუ გამოიწვევს სრულ შევსებას, რა თქმა უნდა რაღაც დონეზე ჩვენ გვექნება არა მხოლოდ იმ არეალის, სადაც ანდროგენული ალოპეცია მიმდინარეობს, თმის სტრუქტურის ცვლილება, არამედ უშუალოდ სადონორე არეზეც. და კიდევ ერთი კითხვა მექნება, თუ შეიძლება სტრესი ახსენეთ სტუდენტებთან მიმართებაში და გამახსენდა კიდევ ერთი სტრესული პერიოდი ქალბატონებში, სამშობიარო პერიოდი, როდესაც მშობიარობის შემდეგ უფრო უჩივიან ხოლმე თმის ცვენას და აი როდის უნდა მიხვდნენ უკვე რომ ეს თმის ცვენა საგანგაშოა და ექიმთან მივიდნენ, რამდენი ხანი შეიძლება ნორმალურად ცვიოდეს თმა? ნახეთ, მშობიარობის, ანუ ორსულობის პერიოდი, რადგან გვაქვს ესტროგენი უფრო მაღალი რაოდენობით, შესაბამისად, თმის ფოლიკულები უფრო მეტად არიან ანაგენური, ანუ ზრდის ფაზაში მეტი რაოდენობით, ანუ არ გადადიან იმ რაღაც 9 თვის მანძილზე მეტად ტელოგენურში. შემდგომში, როდესაც ხდება უკვე ლაქტაციის პერიოდი და ცვლილებები ჰორმონალური, თავისთავად გვაქვს იმ რაოდენობის თმის გადასვლა, რაც უნდა გადასულიყო 9 თვის მანძილზე, სწრაფი გადასვლა ტელოგენურ ფაზაში და ამის საპასუხოდ არის უკვე გამოხატული რეაქციები საშუალოდ მშობიარობიდან დაახლოებით 4-6 თვის თავზე, როდესაც ძლიერდება ცვენა. და ამას თუ თან დაერთვის დეპრესია და ემოციური მდგომარეობა, დეპრესია თავის მხრივ იწვევს სტრესს, თავის მხრივ იწვევს თმის ცვენას. და ეს ორი თანდართული მიზეზი არის ხოლმე ეს პოსტმშობიარობის შემდგომი თმის ცვენის გამომწვევი. და სანამ ლაქტაციის პერიოდია შეიძლება მაგ დროს ექიმთან მისვლა თუ უნდა დაასრულდეს ეს პერიოდი და მერე? რა შესაძლებელია და გამომდინარე იქიდან რომ რაღაც არსებობს გარკვეული ინექციური ჩარევები, შესაძლებელია მაგის მოგვარება. დიდი მადლობა. აი ინექციური ჩარევები ახსენეთ და სანამ ამ კითხვაზე გადავალავ, ანუ მინდა კითხო სახლის პირობებში, სანამ თქვა ექიმთან მივალთ, რა შეიძლება თვითონ ადამიანმა დაახმაროს ამ თვითონას, რომ ან შეაჩეროს, ან კვებით როგორ უნდა დაბალანსდეს, რომ ბალანსირებულად მივეხმაროთ. ხო, ანუ აი ამაზე ცოტა რთულია პასუხის გაცემა სახლის პირობებში, თუ არ ვიცით რა არის პრობლემა, ან როგორი არის პრობლემა, როგორ უნდა დავეხმაროთ. ანდროგენულ ალოპეციას სახლის პირობებში, რაც არ უნდა წაისვას თავის თმიან არეზე პაციენტმა, ესე მარტივად ვერ დაეხმარება. ასევე ხა თუ გვაქვს რაღაც პრობლემა, დეფიციტი გვაქვს რაღაც მინერალების, მხოლოდ დაბალანსებული კვება სრულყოფილად მაგას ვერ აღადგენს. შეიძლება ჭირდებოდეს დანამატების ან მედიკამენტების მიღება. თუნდაც თუ რკინის დეფიციტი გვაქვს, ესე მარტივად თვითონ პაციენტი ხო ამას ვერ მოიგვარებს. აქედან გამომდინარე, თუ ატყობს რომ არის ძლიერი თმის ცვენა, ჯობია დროულად მიმართოს ექიმს, რომ მერე არ იყოს რაღაც უფრო მძიმე მდგომარეობა და მძიმე მდგომარეობასთან ბრძოლა არ მოგვიწიოს და უფრო მარტივად დავალაგოთ ეს პროცესი. დიახ. აი ხშირად არის ხოლმე თავზე ხმარობენ ხოლმე რაღაც კრემებს, სკრაბებს და შამპუნს და ასე შემდეგ, რამდენად ეფექტურია? ესე ვიტყოდი რომ რაც შეეხება უშუალოდ შამპუნებს, შამპუნი ესე პირდაპირ მნიშვნელოვნად თმის ცვენას ვერ აჩერებს, მით უმეტეს ანდროგენულ ალოპეციას შამპუნი ვერ გაგვიჩერებს. თუმცა შამპუნს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იყოს სწორად შერჩეული, კარგი ფორმულის და ნუ ჩვენი კანის ტიპის მიხედვით განსაზღვრული და თუ გვაქვს რაიმე პრობლემა, მაგალითად სებორეული დერმატიტი, ეს იყოს იმ კონკრეტული შამპუნით მოგვარებული და ალაგებული. რაც შეეხება სხვა, ანუ ეს დამატებით საშუალებებს, მნიშვნელოვანია გრძელი თმის შემთხვევაში ქალბატონების კუთხით ბალზამები არ გამოიყენონ სკალპზე, არ წაისვან, ანუ აქ ახდება. კი, რა თქმა უნდა, ქვედა მხარეს. ბალზამი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ როგორც თქვა, სახის კანს ჭირდება დატენიანება, ისე ჭირდება თმის, თქვა, ღერსაც. თუმცა არ უნდა მოხდეს მისი დატანება უშუალოდ სკალპის კანზე. ეგ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაც შეეხება ახლა თავის ინდივიდუალურად, სხვათა შორის არის იციან ხოლმე სახლში მიმართავენ რაღაც გარკვეულ როლერების გამოყენებას, მეზოროლერების, რომელიც შეიცავს რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ მილიმეტრაჟობის ნემს ესე ვიტყოდი. ამის გამოყენებაში ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს პაციენტს, იმიტომ რომ შეიძლება არასწორად ჩატარებულმა დეზინფექციამ ან კონკრეტული მეზოროლერის გამოიწვიოს
პირიქით თმისცვენა, იმიტომ რომ დაასტიმულიროს კანის ანთება, ან გამოიწვიოს ტრავმირება მისი. აქედან გამომდინარე ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამასთან. ესეთი პროცესი ჯობია ჩატარდეს კლინიკაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მან ზუსტად იცის განსაზღვროს. პირველ რიგში რა მილიმეტრაჟობით უნდა იყოს გამოყენებული ეს მეზოროლერები და მეორე სად როგორ უნდა გამოვიყენოთ, ანუ სისქე, ანუ სკალპის კანზე განსხვავდება, დაწოლის ხარისხი, დაზიანების ხარისხი, ეს ყველაფერი ჯობია უფრო პროფესიონალის მიერ იყოს ასე ვთქვათ, გათვლილი და გაკეთებული. ვიდრე სახში ინდივიდუალურად, იმიტომ რომ სამწუხაროდ გვაქვს ეგეთი მოდინება პაციენტების, რომელიც ამ როლერების გამოყენებით იზიანებს კაცს. ასე მინდა კითხვა ახსენე საინექციო ფორმები ადგილობრივად ამ თმისცვენისთვის რამდენად ეფექტურია ხოლმე? საინექციო ფორმებიდან გაჩნია ეხლა თმისცვენასაც. მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ თუ არის მაგალითად რაღაც ნაწიბუროვანი თმისცვენა ან ბუდობრივი თმისცვენა, გვაქვს სამკურნალო მედიკამენტოზური მეზოთერაპია. ეს არ არის მეზოთერაპია, ასე ვთქვათ, სალონური მომსახურების. ეს არის უშუალოდ გაიდლაინებით სამედიცინო მედიკამენტების შეყვანა, რაც რა თქმა უნდა აუცილებელი და გარდაუვალია. მეორე ეს არის პლაზმოთერაპია, როდესაც ხდება ავტოლოგიური სისხლის გამოყენება, ჩვენივე სისხლის გამოყენება, იმისთვის, რომ დავასტიმულიროთ თმის ზრდა და ფოლიკულის აღდგენა. რაც შეეხება ესე უშუალოდ სალონურ მეზოთერაპიებს, მე დიდად ამის მომხრე არ ვარ, ყოველთვის უფრო აქცენტირებას ვაკეთებ. ჩვენთან ახლა სამკურნალოდ გამოიყენება მხოლოდ პლაზმოთერაპია, რადგან ვიცით მისი ეფექტი და ზრდის ფაქტორების გავლენა რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. ჩემთვის ესე უფრო ორად ვყოფ, ანუ სამკურნალო მეზოთერაპია უშუალოდ, არა ვიტამინების შეყვანა, არამედ წამლის მედიკამენტის და პლაზმოთერაპია. ეს არის ჩემი ფავორიტი პროცედურები მაგ მიმართულებით. ასე მინდა კითხო, ანუ კი ხშირად არის ხოლმე გამოიყენებენ რაღაც სპრეებს, რომელიც აი ამ თმის ძირების ცვენას განსაკუთრებით ანდროგენულ ალოპეციას ეხება და ბიჭები ხმარობენ ხოლმე, ქალბატონებიც ხმარობენ ხოლმე, რამდენად ეფექტურია ადგილობრივი და ხანგრძლივი პერიოდი როგორ არის? ეხლა მაშინ გამოვიყენებ შესაძლებლობას და ერთ კონკრეტულ მედიკამენტსაც შევეხები, რომელსაც თითქმის ყველა იცნობს, იმიტომ რომ როდესაც დაგუგლავენ და ნახავენ, პოულობენ ინფორმაციას მინოქსიდილის შესახებ. ეს არის მოქმედი ნივთიერება, მედიკამენტი, რომელიც იწვევს კაპილარების გაფართოვებას, ვაზოდილატაციას და აძლიერებს სისხლის ხმამარაგებას ფოლიკულში. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. როგორც ყველა მედიკამენტს, ამასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, ეს ერთი, რაც აუცილებლად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ და მეორე, როდესაც ამ მედიკამენტების გამოყენებას იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს უნდა გამოიყენოთ არა ერთი წელი, არამედ მთელი ცხოვრება. ანუ ჩვენ ვხვდებით იმ კონკრეტული მედიკამენტის თანაარსებობაში, ასე ვთქვათ, დამოკიდებული, რომ გამოვიყენოთ. დაიწყოთ და მე შეწყვიტოთ, იქნება საკმაოდ შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტის და საკმაოდ ცუდი შედეგის მომტანი, უფრო მეტი თმისცვენის, რასაც მე პაციენტებს არ ვურჩევ. თუ ინფორმაციას არ ფლობენ ამ მედიკამენტზე, არც დაიწყონ, ჯობია მივიდნენ ექიმთან, ექიმმა დანიშნოს, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მინდა გითხრა ნანუკ ესეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ნანუკი ქორქია, ტრიხოლოგი, დერმატოლოგი, რომელიც დღეს საუბრობდა თმისცვენის შესახებ. ვინც ვერ გვიყურეთ, ჩვენს Facebook გვერდზე დაიდება ჩვენი გადაცემის მული და შეგიძლიათ უკვე Facebook გვერდზე გვიყუროთ. ჩვენ რა თქმა უნდა გისურვებთ ჯანმრთელობას. ახალი სამედიცინო რჩევებით შემდეგ კვირას კიდევ დაგებრუნდებით და შემდგომში უკვე კიდევ ახალი და ახალი რჩევებით შემოგიერთებით. დიდი მადლობა. შოთა, ძალიან დიდი მადლობა. შენ ძალიან დიდი მადლობა. შენს უმშვენიერე სტუმარს და როგორც კოკო შანელი ამბობდა, თუ ხარ ცუდ ხასიათზე, უბრალოდ გადაისვი პომა და გაიშალე თმები და გადადი შეტევაზე. ასე რომ ჯანმრთელი თმა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა შოთა, მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით. ახლა ჩვენს ეთერში დილის ლაივის ეთერში ჩვენ თვალს გადავივარცხნით ამასობაში. და ეს პუჯსაც დავიმატებთ და დაგებრუნდებით. გვაქვს ამის ფუფუნება. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია რეკლამაც გამოვაცხადოთ, რადგან ამის ფუფუნებაც გვაქვს. რეკლამა ჩვენს ეთერში, რომელიც ძალიან მალე გაივლის და მერე დაგებრუნდებით, ასე რომ დაგვალოდეთ და არ გადარჩეთ. ასევე ძალიან საინტერესო ამბებით.
დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც რა თქმა უნდა, ეხლა უკვე ანა ზაქაშვილის რუბრიკით გავაგრძელებთ სარჩევი და მივესალმებით ანას და მის სტუმარს. მოგესალმებით. ანა, დილამშვიდობის როგორი სტუმარი ყავს და რა საინტერესო ამბები. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ სეზონურ და აქტუალურ საკითხს თავაზობთ ჩვენს მაყურებელს და დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად სეზონური ხილი. მოგეხსენებათ, რომ ხილი და ბოსტნეული ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორად როგორ შევარჩიოთ, რადგან თუნდაც ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ძალიან ესეთმა ცუდმა ფაქტმა შემთხვევამ, როდესაც დედაშვილის ამბავი გეცოდინებათ, ალბათ მაყურებელსაც შევახსენებ, შვილი გარდაიცვალა და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რომ იყოს ბაქტერია სალმონელა, მისი გამომწვევი მიზეზი და ქალბატონი ეკა ჩვენი სტუმარი, სურსათის უნებლობის სპეციალისტი არის ჩვენთან სტუმრად, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ იმ შესაძლო საფრთხეებზეც, მათ შორის რაც შეიძლება მოდიოდეს ხილისგან და ბოსტნეულისგან და ასწავლის ჩვენს ტელემაყურებლებს, როგორ შეარჩიონ სწორად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროდუქტები ჩვენი ორგანიზმისთვის. მოგესალმებით, ქალბატონი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. დილამშვიდობის. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ დილიდან ეთერში ვართ და ცუდად ხვდებით, როცა ამ ლამას ხილს და ბოსტნეულს ხედავთ. აი, ნახოთ, რამდენად სწორად გვაქვს შერჩეული. ქალბატონოკა, პირველ რიგში, ალბათ პირველი კითხვა, როდესაც ხილსა თუ ბოსტნეულზე ვსაუბრობთ, არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, რომელ სეზონზე ვყიდულობთ, არის თუ რომელი უნდა ვიყიდოთ, იმპორტირებული თუ ადგილობრივი. მაინტერესებს რა განსხვავება შეიძლება ასობდეს ხარისხობრივი თვალსაზრისით ამ ორი წარმომავლობის პროდუქტ შორის. დიახ, ძალიან კარგი კითხვა. ნუ პირველ რიგში ის, რომ იმპორტირებულსა და საქართველოში მოყვანილს შორის არის დიდი განსხვავება ის, რომ იმპორტირებული შემთხვევაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ტრანსპორტირება საჭირო და ამიტომ ხშირ შემთხვევაში იმპორტიორები შედარებით დაუმწიფებელ ხილს და ბოსტნეულს გვთავაზობენ ხოლმე, რომ გზაში, თქვათ, სპეციალური აირების მეშვეობით შენახული ან თუნდაც უბრალოდ ჩალაგებული თავის, ასე თქვათ, ყუთებში, ესეთი მოდის ხოლმე ტრანსპორტირებით და აი ჩვენ რო შევადაროთ პომიდორი, რომელიც იქნება საქართველოში წარმოებული და ბოლომდე დამწიფებული და ისე მიტანილი დახლზე და ის, რომელიც ჩამოტანილია, ამ შემთხვევაში ამ ორივე ერთი ჯიშის ერთნაირად მოყვანილ პომიდორში საქართველოში ადგილობრივი უფრო გემრიელი იქნება, იმიტომ რომ სრული სიმწიფის შემთხვევაში გემონური თვისებებიც, ის მიკროელემენტები, ვიტამინები უფრო მეტად იქნება ამაში შენარჩუნებული, ვიდრე იმპორტირებულში. ეს სრული გარანტია არ არის იმის, რომ ეს იქნება უფრო სასარგებლო, ან უვნებელი, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ ორ შემთხვევაზე, როდესაც ერთი და იგივე პირობებში ორივე, ასე ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორი სწორად იმ საკვები საშუალებებით და დამაჩქარებლებით სწორად ამზადებს ამ, ასე ვთქვათ, ხილს და ბოსტნეულს ზრდის და ამიტომ შეგვიძლია რომ, ასე ვთქვათ, რომ საქართველოში ნაყიდი იქნება უფრო მეტად სასარგებლო. იმიტომ რომ მისული არის მწიფობის ეტაპამდე, როგორც იქით რა, ერთი არის ის, რომ მწიფობის პერიოდში არის დაკრეფილი და მოტანილი, მეორე არის, რომ ტრანსპორტირების დროს ხანგრძლივობა არის დროის, ანუ შეიძლება ძალიან დიდ ხანს მერე შემდგომ უკვე ეს იმპორტიორი სადღაც საწყობში ასაწყობებს და რისკიც იზრდება, იმიტომ რომ კიდე საწყობში დასაწყობდა და იქ ჰიგიენური პირობები უნდა იყოს ძალიან კარგი და სუფთარო უნდა იყოს ეს ყველაფერი და ამიტომ უკეთებენ აი ტრანსპორტირების განმავლობაში რაც შეიძლება რაღაცით ძლებს ესე შემთხვევაში არის პრეპარატები, რომელიც უბრალოდ ინარჩუნებს, აი თუ ბანანის შემთხვევაში მაგალითად არის ხოლმე სპეციალური აირებით ინახება ეს და თქვათ ვიდრე ჩვენამდე ჩამოვა ის იკრიფება რა თქმა უნდა მწვანე და შემდგომ უკვე გზაში მწიფდება და ჩვენთან უკვე შეიძლება რომ ოთახის პირობებშიც უკვე უფრო მეტად გაყვითლდეს როგორც ვიცით ხო ვაყვითლდებით ხოლმე თუმცა ეს ჯირშეც არის დამოკიდებული პრეპარატები რა თქმა უნდა არის შესანახად აი მაგალითად ვაშლის შემთხვევაში ეს არის ზევიდან ცვილით არის ხოლმე დაფარული იმპორტირებულ ხილზე კარგად ვიცით რომ ალბათ შეამჩნევია ჩვენს მაყურებელს როცა ვყიდულობთ ხოლმე ვაშლის ან ხილს განსაკუთრებით ზამთარში ხო რაღაცა ისეთი ზეთოვანი ზედაპირი აქვს და არა ისეთი ბუნებრივი ხაოიანი პირობითად და ეს რის ნიშანი შეიძლება იყოს კიდევ ერთხელ გამოვიდოთ ეს არ არის თქვათ მავნე ასე თქვათ ეს არის ჩვეულებრივი ტექნოლოგია მიღებული როდესაც ხილი განსაკუთრებულად ზამთარში ეს ხანგრძლივად უნდა შევინახოთ და ზევიდან იფარება ხოლმე საკვები დანიშნულების ცვილით რომელიც ინახავს ტენიანობას ამ პროდუქტში და ხანგრძლივად უბრალოდ გამოყენების ვადას ახალგაზრდობის შეიძლება მაგრამ ნახეთ თვითონ რა თქმა უნდა არა საკვები დანიშნულების არის მაგრამ ჩვენ თუ მას არ გავრიცხავთ
და გარეცხვა რეკომენდირებულია თბილი წყლით, ხანგრძლივად უნდა იყოს და თუ შეიძლება რბილი ჯაგრისითაც რო გადავატაროთ, ახლა ჟელეს ნუ დავასხავთ, მაგრამ ანუ რბილი ჯაგრისით და თბილი წყლით კარგად ეცლება ეს ცვლილი და თუ მაინც და მაინც გვეშინია და არ გვინდა განსაკუთრებით ბავშვებისთვის გავთავოთ ეს თიხილი და ის ზედაპირზე არსებული ყველაზე მეტი ვიტამინი რა თქმა უნდა ეს არის ცნობილი კი უფრო მეტად გემრიელი და რაღაც საკვები ნივთიერებებით საკმაოდ არის მკანში თუმცა თუ ჩვენ დიდად გვეშინია გავთავოთ მაგრამ კარგი გარეცხვის დროს ეს არის უკვე ფაქტობრივად შეგვიძლია ბანანზე საუბრობდით და გამახსენდა ამ ბოლოს დავაკვირდი ოფიციალური გაყიდვის წერტილებში დიდ წარმომადგენლობით სუპერმარკეტებში ვამჩნევ რომ ბანანები თითქოს არის ახალი გარეცხილი აი რომ დებენ რაღაცა სველებია ხოლმე და სპეციალურად რაიმეს არა ეგ არის ხო სპეციალური შენახვის მეთოდი არის დამუშავებული და უსაფრთხოა იცით როგორ არის კიდე ნებისმიერ ხილს აქვს თავისი ტემპერატურა შენახვის ტემპერატურა ხო აქვს ის თუ არის მაცივარში შენახული და შემდგომ თუ გამოტანილია გარეთ ის ხშირად არის ხოლმე კიდე კონდენსატი მასზე დაგროვილი და შესაძლოა ეს წვეთები წყლის რაც თქვენ შეამჩნიას იყოს კონდენსატიც და თვითონ ეს ბანანი ინახება ხოლმე აირისზე მოქმედებით რა რომელიმე ინერტული აირი რომელიც ცნობილი არის მსოფლიოში და ესე ანუ სპეციალურად ინახება ხოლმე ქალბატონიკა საზამთრო არის განსაკუთრებით აქტუალური ამ სეზონზე თუმცა მე რამდენადაც ვიცი და თქვენთან გადავამოწმებ ამ ინფორმაციას საზამთროს სეზონი ახლა არ არის და უფრო გვიანი ზაფხული არის ხო საზამთრო სეზონი მაშინ რა რისკები შეიძლება არსებობდეს ამ სეზონზე საზამთროს ყიდვის და არჩევებს მისცემდით მაყურებელს როგორ უნდა შეარჩიონ საზამთრო. საზამთროს სეზონი საქართველოში იწყება ივლისის პირველი, ასე ვთქვათ, კვირიდან, იმიტომ რომ თვითონ ესეთი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ჩვენთან ესეთი მაღალი ტემპერატურა არ არის, თუმცა თუ სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ვიცით რომ რაღაც მიკვლევადია ეს, ვიცით რომ იმ ქვეყანაში ამ ტემპერატურაზე ნამდვილად იზრდება და კარგი გემოსაც და თვისებებსაც აგროვებს, მაშინ საშიში არ არის, მაგრამ საქართველოში ჯობია რომ ქართული საზამთრო შევიძინოთ ივლისის პირველ კვირაში და დავაკვირდეთ რას. პირველ რიგში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მწვანე, ესეთი ერთნაირი შეფერილობის უნდა იყოს. ზედაპირზე თუ რაც უფრო ახალია საზამთრო, მით უფრო აი ადვილად ხდება ხოლმე მისი, ანუ ასე ვთქვათ, კი აფხეკვა ხდება ხოლმე ადვილად. შემდგომ ნახეთ, არის ესეთი თვისება აქვს საზამთროს, როდესაც ის იზრდება და გრუნტთან შეხებაშიც არის ეს ადგილი უნდა იყოს ყვითელი და ამას ოდნავ ხო, ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა არ იყოს სრულად დამწიფებული. ადრე არის მოწყვეტილი, ეს შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრე აი გაყვითლებული, ანუ ესეთი არის წესი, რომ გაყვითლებული უნდა იყოს ეს გრუნტთან შეხების ადგილი უნდა იყოს გაყვითლებული და მაგ შემთხვევაში არის ხოლმე ეს. ნუ რა თქმა უნდა ეს როგორც ვიცით, ყუნწთან არის ხოლმე უნდა იყოს ესეთი შედარებით მომხმარი, ეს როგორც ახლა ამ შემთხვევაში არის და თუმცა მოწყვეტის შემდეგაც შეიძლება მოუხმეს. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ესეც ხშირად ამუშავებენ ხოლმე რომ ადვილად მოხმეს ეს და რაც შეეხება ნიტრატებს და ნიტრატებს ის რა თქმა უნდა თვალით ჩვენთვის ვერც ერთ ხილში ესე ზუსტი ვარაუდით ვერ ვიტყვით რომ აი ახლა ამაში არის ამაში არ არის მაგრამ რაღაც პატარა ნიშანთვისებებიც აქვს ხოლმე ესეთი რომ როდესაც ჩვენ ამას უკვე გავჭრით უკვე მივიტანეთ მას შეიძლება გავჭრათ და მე მგონი ბაჩო დაგეხმარება რომ გავჭრათ ანუ რომ გავჭრით მე შეგვიძლია ბაჩო გაჭრის შემთხვევაში აბა როგორი გაჭრა ის ჩვენ გვახსოვს ახლა საზამთროს ახლა თუ არ გვიჭამია სეზონზე ვიცით რომ შესაძლებელია თეთრი ან ყვითელი ძაფები ვიდაყვებოდეს რამე ხო სწორი მეთოდით ჯერ თავს გაჭრის რა თქმა უნდა საზამთროს გაჭრილ საზამთროს რეკომენდაციას არ მივცემდი ხო იმიტომ რომ მანდ დამატებით კიდე შესაძლებელია იყოს გაჭრის დროს თვითონ ჰიგიენური იგივე ხო რა თქმა უნდა იგივე ქუჩაში გაჭრილი არ უნდა შევიძინოთ იმიტომ რომ დანა შეიძლება იყოს ჭრიჭრიანი ქუჩაში რო პატარა სამკუთხედით არის ხოლმე გამოჭრილი და აი გვასინჯებენ თუ რაღაცნაირი წესი იყო ეგეთი იყო ეხლა აი ჩემბავშვობაში ძალიან აპრობირებული წესი იყო მაგრამ ეხლა მაგას უკვე აღარ აკეთებენ და რა თქმა უნდა საშიში იმიტომ რომ იგივე ჰიგიენასთან დაკავშირებით მიკრობიოლოგიურ საფრთხესთან არის ძალიან ესეთი აბა ქალბატონო ნახეთ, რა თქმა უნდა, აი ნახეთ ამას როგორ აქვს თეთრი კანში რა აქვს რაღაცეები რო აქვს თეთრ კანში. აი აქ რა აქვს რაღაცა აი შემოვაბრუნებ რომ გაჩვენოთ.
აქაც და აი ამ ადგილასაც ცოტა დაზიანებული ადგილებია, რაც იმას მიანიშნებს, რომ ხანგრძლივად იყო შენახული და უკვე რაღაც ფერმენტაციის და პობის, ასე ვთქვათ, ესენი პროცესები დაეწყო. აქ თეთრი, ასე ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში თეთრი ესეთი ნაწილაკები იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა რომ დამაჩქარებელი იყო გაკეთებული ამ ზამთრისთვის, რომ სწრაფად დამწიფებულიყო. თუ სწორად მივხვდი, თუ თეთრი ეს ძარღვებია. ძარღვებია, ის უფრო მეტად საშია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება რაღაც ნიტრატების რაოდენობაც იყოს უფრო მომეტებული და არ უნდა იყოს ის ყვითელი, აი ზაფები განსაკუთრებულად საშია არის ხოლმე, როდესაც არის ყვითელი და არა კიდე პლუს თეთრი. ეხლა მეტად ყვითელი. ხო, აი ამ შემთხვევაში არა, რაღაც აქაც მომივიდეს არომატი. საზამთროს არომატი აქვს, აქ პატარა ალპობის, ასე ვთქვათ, ნიშნები აქვს ამ საზამთროს, რასაც ჩვენ ქართულ საზამთროში მე არ მინახავს სიმართლე რომ გითხრათ. მოკლედ, კარგი საზამთრო გვაქვს შერჩეული საილუსტრაციოდ. შეიძლება ითქვას. ხო, კვლევა შეგვიძლია. გავდით მე მგონი, ხო? თუ ძალიან არ გვინდა მაინც და მაინც რომ ამ სეზონამდე მივირთოთ, მე გირჩევდით რომ ცოტა ხანი ვადროვოთ ამ ყველაფერს და მივირთოთ უკვე ივლისის პირველ სულ აი ხლა რამდენიმე კვირაში დადგება ეს ივლისიც. თუ ამ შემთხვევაში თუ ვიყიდით, თქვენ გონია რომ ალბათ იყიდით რომელიმე მარკეტში ალბათ ისე არ იქნებოდა, ქუჩაში არ იყიდით. ფაქტია რომ აი აქ უკვე ეს ნაწილები პობის ნიშნებია და ეს უკვე მიკრობიოლოგიური საფრთხე ამას ქიმიურ საფრთხესთან არ აქვს, ასე ვთქვათ, არამერი. და ნუ ჯიშობრივად თვითონ კარგი საზამთრო უნდა იყოს, თუმცა ადრე მოკრეფილს გავს და ხანგრძლივად შენახულს. აი ესეთი ნიშნები მაგას მიანიშნებს, რომ ეს ესეთია. ერთი კითხვა მექნება. აი თქვენ ახსენეთ ჩამოტანილი აი მაგალითად პომიდორი თუ სხვა ბოსტნეული, რომელიც იმპორტირებულია ჩვენთან. და ადგილობრივი, რომელიც შეიძლება უფრო გემრიელი იყოს, მისი გემონური თვისებები უფრო და დაიგროვოს ბევრი ვიტამინები, თუმცა აი ნიტრატები და ასე შემდეგ ახსენეთ, აი იმით როცა გაგვისინჯავს ჩვენ საქართველოში მოყვანილი შეიძლება ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დარღვეული არის და ძალიან ბევრი ანუ მაჩვენებელი, რომელსაც გავსინჯავთ ადგილობრივ წარმოებაში უფრო მაღალია ვიდრე იმპორტირებულში. შემოტანილში. გემო უკეთესია, თუმცა ხარისხი მისი და რაღაცა ეს უნებლობის პარამეტრები. ზუსტად ბაჩო, ახლა ჩვენ შეიძლება რაღაც ბოლომდე დავაგროვოთ სასარგებლო თვისებები, მაგრამ ქიმიური საფრთხე რაც მასში არის გამოზრდის დროს, არასწორ პერიოდში, ვთქვათ, გადაჭარბებული რაოდენობის ნიტრატების მიცემა, აზოტოვანი ნივთიერებების მიცემა, მაგრამ ჭარბი რაოდენობით, რაც აუცილებლად ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორმა, ვინც ამის, ასე ვთქვათ, გამოზრდას აწარმოებს, რა თქმა უნდა აკონტროლოს. არსებობს ესეთი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა, გლობალ გერბის პრაქტიკა, რომელიც აი ამ, ასე ვთქვათ, ადამიანებს, ვინც ამით არის დაკავებული ამ სფეროში, სოფლის მეურნეობაში, ასწავლის თუ რა პრეპარატები როდის, როგორი მეთოდიკით, ხო შეიძლება თუ არ შეიძლება რომ გამოიყენოს. საქართველოში ეს სისტემა არ არის სავალდებულო, როგორც მაგალითად ჰასპის სისტემა, რომელიც არის უკვე გადამამუშავებელ სფეროში, რომელსაც სურსათის სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ. ამ სფეროში, აგრონომიის სფეროში, ესეთი შემოწმების სისტემა ყველა სოფელში, ყველა, ასე ვთქვათ, წარმოებელს ბაჩოს დავეთანხმები, რა თქმა უნდა, ესეთი შემოწმების სისტემა არ არის და ვართ დამოკიდებული, ხო, იმ, ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორის თვითონ ან პატარა ფერმერის, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერებას და მის ცოდნაზე შეიძლება ვიყო ძალიან კეთილსინდისიერი, მაგრამ მე უბრალოდ მარტივად არ ვიცოდე ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება იყოს და აი ამ, ასე ვთქვათ, ჩვენ აუდიტორიას, ვინც არის სოფლის მეურნეობაში დაკავებული, მე ვურჩევდი, რომ მიმართონ სწავლულ აგრონომებს, ან ვთქვათ, გასაყიდო ობიექტებს, სადაც არის, იქაც ხშირად კარგად იციან და ინფორმირებულები არიან ხოლმე, რომ დოზირებასთან დაკავშირებით, ნუ გავაკეთებთ, ვთქვათ, ისე, რომ რაღაც ზედ ეტიკეტი ყოველთვის აწერია, ვთქვათ, იქ ქიმიკაც და ზუსტად ისეთი დოზირებით გავაკეთოთ, ზუსტად იმის პერიოდში. კი, მართალია. ხშირად არის ხოლმე, რომ როდესაც რაღაცნაირად გონია გლეხს თუ ფერმერს, რომ რაც უფრო მეც გაუკეთებს ამას, მით უფრო კარგი არის ამისთვის, რაღაცა უფრო დიდი გაიზრდება, ან უფრო დაცული შეიძლება იყოს, რაც პირიქით აზიანებს ხოლმე თვითონ უშუალოდ. ქიმიური თვალსაზრისით აზიანებს. ახლა ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ მიკრობიოლოგიურ ფაქტორზე, რაც ჩვენ აქ დავინახეთ, თვალით ხილულზე, რომელიც ლპობის სახით იყო, ეს საუბარი უკვე ქიმიურ ფაქტორზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და თვალით ფაქტობრივად უხილავია. ხო, ამაში ჩვენ სანამ
ასე ვთქვათ, ნიტრიტ ზომს სანამ არ ჩავატარებთ, ეს რთულია, უბრალოდ მინიშნებით შეგვიძლია, რომ აი ხაზებით, რაღაცებით ვისაუბროთ. თუმცა ახლა იმ შემთხვევაში თუ ასე ვთქვათ, ფერმერი სწორად აკეთებს ამას, პრევენციულად იცავს იმ წესებს, რომელიც არის ეტიკეტზე დატანილი ქიმიკატებზე, ამ პროდუქტის გამოზრდის დროს, რომელსაც იყენებს, მაშინ მე როგორც კმილეულის მოყვარული, ხა მურაბა უნდა ვახსენო, არ შემიძლია. აი, როდესაც ძალიან გემრიელია საზამთროს მურაბა და ხშირად აკეთებენ დიასახლისები. აი, ზუსტად იგივე დეტალები უნდა გავითვალისწინოთ საზამთროს დამემართებაში. საზამთროს მურაბის დამზადების დროს თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ნიტრატები ყველაზე მეტად სად გროვდება კანში, ყუნწთან და ასე შემდეგ და ჩვენ ვაკეთებთ ამას კანისგან. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ტემპერატურული ხარშვის დროს ქიმიური საფრთხე სრულად არ ნადგუნდება, ეს არ არის მიკრობიოლოგიური საფრთხე და ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ნიტრატები გადადის იმ პროდუქტში და მე ჩვენ მივირთმევთ ამას, თუ არ არის გარანტირებულად არ ვიცით, რომ ეს არის საფრთხის შემცირება. ესე იგი, ამ ვაშლი შეგვიძლია გავთავოთ და ამგვარად მოვახდინოთ ნიტრატების შესაძლებელია რომ ესე ვთქვათ, გაუვნებელყოფა, თუმცა საზამთროს კანისგან რომ კეთდება მურაბა, შესაბამისად ცოტა ხო საფრთხის შემცველია, ჩვენ არ ვიცით, რომ ახლა ეს რამდენად, ასე ვთქვათ, ესეთი საზამთროს მურაბის კანიდან, რა თქმა უნდა, არავინ არ გააკეთებს. მოდი ბოსტნეულზე მინდა რომ გადავიდეთ, იმიტომ რომ ყველაფერი მოვასწროთ და ბადრიჯანზე მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, იმიტომ რომ თავში რომ ვახსენეთ ის შემთხვევა სწორედ რომელიც ლეტალურად დასრულდა, იკვლევს ლუგარის ლაბორატორია ამ შემთხვევას და პასუხები მალე დაიდება, თუმცა არსებობს უკვე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს იყოს სალმონელა, ბაქტერია სალმონელა და როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მირთმეული აქვს როგორც დედას ასევე შვილს ბადრიჯანი. როგორ შეიძლება მოხდეს ხილში თუ ბოსტნეულში ბადრიჯანი და რას ურჩევდით ჩვენს მაყურებელს რომ ფრთხილად იყოს? ჩვენ თუ ბადრიჯანზე საუბრობთ როგორც პროდუქტზე, რომელმაც გამოიწვია ლეტალური შედეგი, სალმონელათი ლეტალური შედეგი ესე სწრაფად თქვათ იმავე დღეს ვერ მოხდებოდა ბადრიჯნით, ხოლო დაკონსერვებული ბადრიჯნით თუ მასში იქნებოდა ბოტულინიუმის საფრთხე, მაშინ შეიძლებოდა რაღაც ვარაუდით, რომ ასე ვთქვათ ადამიანისთვის ვერც მიესწროთ ისეთი ბოტულინიუმს შეუძლია რომ ასე სწრაფად ბოტულინიუმი არის ესეთი, ასე ვთქვათ, ბოტულიზმი არის ესეთი სახიფათო დაავადება, რომელიც როგორც გველის შხამის ტოლფასია, ასე ვთქვათ, არის ტოქსინი, რომელიც ბოტულინიუმის ტოქსინი გამოყოფს და, ну, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათო. მხოლოდ რაღაც ესეთი ქიმიურ საფრთხეს შეეძლო, რომ გამოეწვია ესეთი სახიფათო რაღაც. სალმონელა კვერცხიდან და მე მგონი ცხოველიდან არ გადადის. სალმონელა ბადრიჯანთან მიმართებაში სალმონელა შეიძლებოდა ყოფილიყო თუ ეს ბადრიჯანი და სალმონელა დავაკავშიროთ, შეიძლებოდა რომ თქვათ, აი მორწყვის დროს რომ ცუდი წყლით იყოს მორწყული. აი წყალში დასხოლისხმობთ, აი როგორი ნახეთ, როდესაც გლობალ გეპი ან ეგეთი სტანდარტები ინიშნება ინერგება სოფლის მეურნეობაში, იქ ვუმოწმებთ ჩვენ რამდენად სუფთა იყო წყალი, ანუ წყლის ანალიზსაც კი ვაკეთებინებთ ამ მეწარმეებს, როდესაც ასე ვთქვათ, შენ გინდა რომ ასე ვთქვათ, სრულად ჯანმრთელი იყოს და მიკრობიოლოგიური საფრთხები არ იყოს. ბადრიჯანი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მორწყული ჭუჭყიანი წყლით, რომელშიც იქნებოდა ასე ვთქვათ, სალმონელის საფრთხე, ფეკალიები, ვთქვათ, რომ ნუ ეს სალმონელა შეიძლება იყოს ადამიანის ნაწლავშიც, იქნება ცხოველის ნაწლავშიც, შეიძლება უბრალოდ ჩიტსაც და რაღაც ესეთ ფრინველსაც კი მიეტანა, ვთქვათ, იმიტომ რომ ღია გრუნტში თუ იზრდებოდა ეს ბადრიჯანი, შეიძლება ესეთი საფრთხე ყოფილიყო და შემდგომ არ გაერეცხა ვინმეს კარგად და ცუდად თერმულად დაემუშავებინა და აი ამ შემთხვევაში ის საფრთხეები, რომელიც იქნებოდა გარედან შემოტანილი, სალმონელა შეიძლება იყოს ჩვენ ასე ვთქვათ, ჭუჭყიან იარაღზე, დაფაზე, სახლში შეიძლება იყოს, აი ვთქვათ, აი ნახეთ როგორ არის ძალიან დიდი თემაა ეს ყველაფერი. ჩვენ ყველაფერზე შეიძლება. თუ ჩვენ მაგალითად ვიყენებთ ერთი და იგივე დაფას, რომელზეც ვჭრით პურს და რომელზეც ვჭრით ხორცს, აბსოლუტურად დაუშვებელია და მე მგონია რომ ყველას განსხვავებული აქვს ოჯახებში ეს დაფები და მარტივ რაღაცას ვიძახი, აუცილებლად განვასხვაოთ დანაც ის რომელიც გვაქვს ხორცის დანა და რომელიც გვაქვს პურის დანა, რომელიც გვაქვს ბადრიჯნის დანა, ვთქვათ იგივე, უნდა იყოს სუფთა, რომ ის საფრთხეები დამატებით მეორადი და ბინძურების არ შეიტანოთ მასში და ის ვთქვათ რომ გავუყვეთ იმ რასაც ახლა გვიდგენენ ლუგარის ლაბორატორიაში, რა საფრთხეს შეიძლებოდა თუ ის იყო ბადრიჯანი და სალმონელა, ეს შეიძლებოდა მეორადი და ბინძურებიდან, იმიტომ რომ შიგნით ეს არ არის ცხოველური წარმოშობის სურსათი, რომ მას ყოლოდა სალმონელა და იქნებოდა მეორადი და ბინძურები. თვითონ ბადრიჯანზე რომ ვისაუბროთ, ბადრიჯნის შერჩევისას ძალიან დიდი ზომის ბადრიჯანი არ უნდა იყოს, ახლა მაინც და მაინც უშაშუალო და ძალიან დიდი ზომის. ბუნებრივად, ანუ ბადრიჯანს არ შეიძლება რომ დიდი ზომა ჰქონდეს, თუ მას აი ეს ახლა მაგალითად რამდენი სანტიმეტრი
კილომეტრი უნდა იყოს თუ რაღაცა ხა ეს ნორმალური ზომა. ეს შეიძლება ხსის ჯიშია, თუმცა მე ყოველთვის ვარჩევ ხოლმე შედარებით უფრო პატარა ზომის, რადგანაც ცნობილია, რომ უნდა იყოს ეს თვითონ ბადრიჯნის კულტურა შეიძლება იყოს ეგეთი დიდი თუ არ არის ესეთი ჯიში, ასე ვთქვათ, დიდი ზომის ჯიში. აუცილებლად უნდა შევხედოთ სიფრიალეს, ახალი რო იყოს და არ იყოს ვთქვათ, ასე ვთქვათ, ზედაპირი უკვე მოჭმოჭნული რო ანუ ასე ვთქვათ, რომ მობერებული არ იყოს. კარგი იქნება, როდესაც ჩვენ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ როგორც სხვა ბოსტნეული პირდაპირ კვებისთვის არ არის განკუთვნილი, იმიტომ რომ მასში ისეთი ქიმიური ნივთიერება არის, ასე ვთქვათ, ბადრიჯანში, რომელიც არ განიკუთვნება პირდაპირ საკვებად, ამიტომ ამ ნივთიერების ამ ბადრიჯნიდან გამოსაყვანათაც კი მარილწყალში ყიდაულობას ვარჩევთ ხოლმე, ან მარილის მოყვრას და ხანგრძლივად, ასე ვთქვათ, გაჩერებას 1-15 წუთის განმავლობაში, რომ ვთქვათ, ის წვენში გამოყოფილი ქიმიკატიც, ვთქვათ, რომელიც ბუნებრივად არის ამ ბადრიჯანში, გამოიტანოს და კიდევ ერთი რჩევა მაქვს ბადრიჯანთან, რადგანაც ძალიან ბევრ ცხიმს ითვისებს, შევეცადოთ რომ მცირე ცხიმში შევწვათ, რომ აი ჭარბი ცხიმების დაგროვებას, იგივე ჩვენი ჯანმრთელობისთვის რაც არის მავნე მაგას ვსაუბრობ, რომ არ იყოს ჭარბი ცხიმების დაგროვება ნაკლებ ცხიმში გაწურული ბადრიჯანი, ნაკლებ ცხიმში შევწვათ და ცხიმზეც თუ ვისაუბრებთ, არ ავაბოლოთ ეს ცხიმი, რომ კანცეროგენები არ წარმოუქმნათ და გამოვიყენოთ ისეთი ცხიმი, რომელიც განკუთვნილია წვისთვის, ანუ რაფინირებული, ხო, რაფინირებული ცხიმი, რომელიც მაღალი წვი, ხო, რომ ბოლის წერტილი ქონდეს მაღალი და აბულებას არ დაველოდოთ, რაც წარმოგვიქმნის კანცეროგენებს. კიტრი და პომიდორი, ნაწილობრივ პომიდორზე ვისაუბრეთ, თუმცა მის არჩევაზე და სწორად არჩევაზეც მინდა რამდენიმე რჩევა მაყურებელს მისცეთ, იმიტომ რომ ზაფხული არის და იმატებს ხოლმე ზაფხულზე ყოველთვის როგორც ხილით, ასევე აი ამ ბოსტნეული დეტოქსიკაციის ნებისმიერი ბოსტნეული, რომელსაც ჩვენ ვყიდულობ და თუნდაც ხილი, უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ისეთი ორგანოლეპტიკა უნდა ქონდეს, რომელიც ასე ვთქვათ ეკუთვნის მას, ხო? ანუ უნდა იყოს სურნელოვანი პომიდორს თუ არა აქვს შესაბამისი პომიდრისთვის დამახასიათებელი სუნი, ნუ ის ჩათვალეთ, რომ არც გემრიელი არ იქნება და შესაძლოა დაჩქარებული მეთოდითაც გამოიყვანოს და მასზე მეტყველებს ხოლმე, აი, ასე ვთქვათ, ნებისმიერ პომიდორში ხონდა არსებობდეს თავისი შიგნით თესლები, ხო? ანუ ზოგ შემთხვევაში გავხსნით ხოლმე და თესლიც კი არ არსებობს, ანუ დაჩქარებული მეთოდით წარმოებული. ხშირად არის ხოლმე აი კანი კიდე იმდენად მაგარი, რომ შეიძლება გაჭრაც კი გაგიჭირდეს. აქ რა შემთხვევასთან გვაქვს? აბა ვნახოთ. აბა ვნახოთ. ანუ ეს შედარებით კარგად გამოიყურება, თესლოვანი სტრუქტურაც კარგად განვითარებული აქვს. ეს თეთრი, ასე ვთქვათ, ნაწილაკები, რაც აქვს ამას, ვთქვათ, აქ სასურველი იქნებოდა და ირგვლივ ეს ზოლი, რომ ბოლომდე იყოს დამწიფებული, ანუ იგივე არის, რაც ადამის შემთხვევაში, ხო? კარგი იქნებოდა, რომ მეტად იყოს და ეს შესაძლოა არის დაკრეფილი შედარებით, ასე ვთქვათ, კუხე მდგომარეობაში და შემდგომ თავისით დამწიფებული არის და მაგრამ თესლს თუ მივაქცევთ ყურადღებას, თესლოვანი სტრუქტურა არის შედარებით ნორმალურად განვითარებული. მწვანე ეს იმას ნიშნავს, რომ დაკრეფილია კუხე მდგომარეობაში და ის ვერ შეძლებს გაყვითლებას, თუმცა ვთქვათ, შეიძლება თვითონ პომიდორი იყოს. და კუხე მდგომარეობაში რომ არის დაკრეფილი, ეს მხოლოდ გემონურ თვისებაზე ახდენს გავლენას თუ ჯანმრთელობაზე შეიძლება რომ არა, კუხე მდგომარეობაში იქიდან გამომდინარე ჩვენ დამჟავებული ვთქვათ პომიდრის კუხეწნივიც ძალიან გემრიელად შეგვიძლია მივირთვოთ. გავლენას ჯანმრთელობაზე არ გამოახდენს დიდად, მაგრამ ის ვიტამინები და ის მიკროელემენტები, რომელიც ჩვენ გონია რომ სასარგებლოც უნდა იყოს, იქნება ნაკლებად დაგროვებული და თანაც ის ვთქვათ პროდუქტის და გამოზრდის დროს გამოყენებული ქიმიკატები, ვთქვათ ის და დაჩქარებისთვის, ასე ვთქვათ, ზრდის დაჩქარებისთვის გამოყენებული ქიმიკატები შეიძლება იყოს უფრო მეტად ჭარბად გამოყენებული ამ შემთხვევაში, ვიდრე ჩვეულებრივად დამწიფებულ პროდუქტს. თუმცა კიდევ ერთხელ დავათანხმები ბაჩას ხაზგასმით, რომ აუცილებლად ახლა საქართველოში გამოზრდილი და იმპორტირებულ შორის თუ ჩვენ გავაკეთებთ განსხვავებას და ჩვენ გვეგონოს, რომ აი საქართველოში მაინც და მაინც ყველაფერი ძალიან კარგი, ანუ ეგეთი პირდაპირ ესეთ ხაზს ვერ გავავლებთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თუ არ კონტროლდება, ჩვენ იმის გარანტია, რომ ვთქვათ, ეს იქნება ამავდროულად არა მარტო გემრიელი, არამედ კიდე უვნებელი, ამის გარანტია არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევიძინოთ პროდუქტები ისეთ, ასე ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორთან, იგივე ისეთ მარკეტებში, სადაც მიკვლევადი რო იყოს ეს ყველაფერი და
თქვა თვითონ მარკეტს აქვს თავისი მომწოდებლების ნუსხა, რომელიც კონტროლდება და განსაკუთრებით დიდ მარკეტებს აქვთ ესეთი მეორადი შემოწმების აუდიტების პროგრამაც, რომ ისინი თვითონ მიდიან იქ ფერმერებთან სასაკლაოებზე, თავად ამოწმებენ ადგილზე, რომ ნამდვილად ის მდგომარეობაა, რომ თვითონ ვიზუალურადაც დარწმუნდა როგორ არის. მარწყვზეც რო გადავიდეთ, იმიტომ რომ აი საშუალო მინიმუმი როგორია მარწყვის გარეცხვის, რომ გემოც არ დაკარგოს. მე იმდენი ხანი ვეცხარ, რომ მე ბება ეს მარწყვა და გემო აღარ აქვს. კი ბატონო, თუ გადავართ მარწყვზე, მარწყვის შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ზონიერი უნდა იყოს, დიდი მარწყვები, ანუ მაინც და მაინც ხო არ გვინდა, თუ კიდევ ერთხელ მეორდები, თუ ეს განსაკუთრებული ჯიში არა, რომელიც დიდი მარწყვის გამოყვანილი რაღაც ჯიში არის, ისე ბუნებრივად ის უნდა იყოს პრიალა, ეხლა ეს კარგი სიპრიალი აქვს, მაგრამ ესეთი დაზიანებული ნაწილები გაშავებული ჯობია რომ არ ხონდეს, ჩვენ გარეცხვისას და რა თქმა უნდა სურნელოვანი უნდა კონდეს მარკეტ სამსურნელს და რა თქმა უნდა. აი ნახეთ როგორ არის. პირველ რიგში ჩემი რჩევა არის რომ ყუნწიანად გავრეცხოთ პირველ ეტაპზე, რომ ამ მოცილებულ ყუნწში შიგნით რო ეს გადაბინძურებული წყალი რომელსაც ხო ჩვენ ვრეცხავთ რომ ის არ შევიდეს, წყალი გამდინარე კი იქნება, მაგრამ ის რა თქვა თვითონ ჭუჭყი რომელიც ექნებოდა მარწყვის ის არ შევიდეს, თქვა შიდა სტრუქტურებში და კიდევ ის იქნებოდა რომ ცოტა ხანი და არა ხანგრძლივად. ახლა ჩვენ თუ მარწყვის 20 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ ვადენთ და არაფრის გემო არ ექნება და შემთხვევაში ვიცით ხოლმე როგორც ვთქვათ არის კვლევები რომ აი სოდაში ჩაალბობაც არის რეკომენდებული. მე ძეში რეცხავდა მახსოვს საინტერესო მეთოდია ხო. საინტერესო მეთოდია ძალიან, თუმცა ეხლა არის მიღებული ესეთი პრაქტიკა, რომ სოდაშიც რეცხავენ ხოლმე, მაგრამ იმ სოდაში გარეცხვის დროსაც ხანგრძლივად რა თქმა უნდა არ უნდა გავაჩეროთ, იმიტომ რომ ის გემოსაც იღებს მე ამ სოდის და ახლა არ არის სასიამოვნო მარწყვის სოდის არომატით და გემოთი და ანუ არ გვინდა არ გავაკეთოთ. ყველაზე კარგი იქნება რომ უბრალოდ სუფთა გამდინარე წყლით გავრეცხოთ ეს და ჩავალბოთ მინიმუმ ყველაზე ასე ვთქვათ ყველაზე ნუ 1-5 წუთი და მაგაზე მეტი ნუ ჩაალბოთ ყოველ შემთხვევაში რომ არომატი არ დავკარგოთ და შემდგომ თუ ვთქვათ სუფრაზე მიტანასაც დაშაქრის სურვილი გაქვთ ამისი მაშინ უკვე შემდგომ მოაწავოთ სალოთ ეს კონტაქტი მანამდე აღარ წითელია უკვე გათეთრებულია ეს და გადადის გემო დაშლილია წყალში ხო აი ქალბატონო ერბოლ შეკითხვასაც დაგეშვა ამ პროდუქტების არ იჭმევა არა არ მივიდეთ იქ საჭმელი ამ პროდუქტების მაცივარში შენახვასთან დაკავშირებით იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენად სწორად ვიცი პომიდორის თუ კიტრის შენახვა მაინც და მაინც არ არის აუცილებელი მაცივარში. აი ეს ითვლება რომ არომატებს კარგავს შენახვის დროს მაცივარში. თუმცა ახლა ჩვენ თუ მოვიტანეთ 300 გრამი პომიდორი და ახლა მაინც და მაინც გარეთ ნუდავდებთ და იმავე დღეს უნდა მივირთოთ, შევინახოთ მაცივარში. ეს საუბარი არის ხანგრძლივი შენახვის პერიოდი, როდესაც ჩვენ ახლა მაგალითად რა არის ჩვენთვის კარგი პრაქტიკა, აი ჰიგიენის პრაქტიკა, კარგი მაგალითების პრაქტიკა სერიოზულ მარკეტში ვნახოთ, სად ინახება პომიდორი. პომიდორი ინახება ხოლმე მაცივრის გარეშე, ხო? ანუ გემრიელის ხმება რომ ის არ არის მალფუჭებადი და შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ხო ოთახის ტემპერატურაზე შეიძლება რომ შევინახოთ. ეს ლაპარაკია შენახვაზე თქვა 3-4 დღის განმავლობაში. ჩვენ თუ უკვე გვინდა რომ ხანგრძლივად შევინახოთ, მაშინ ნუ მაცივარი რადგანაც ყველაფერს მიკრობიოლოგიურ საფრთხეებს მაგრამ ისეთი გემრიელი აღარ არის. ხო, უბრალოდ ითვლება რომ ესეთი გემოვნური თვისებები არომატები უფრო მაცივარში ნაკლები ხდებოდა, გვირჩევენ რომ შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე. თუმცა იმ ოთახში 20 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურა არ უნდა იყოს. ახლა ჩვენ თუ ოთახში გვაქვს 30 გრადუსი, მაშინ ოთახში ნუ შევინახავთ და შევინახოთ სიგრილეში და ეს სიგრილე თუ ჩვენთვის არის მაცივარი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ მაცივარში შევინახოთ. ნუ პომიდორი კიტრზე, კიტრიც შეიძლება რომ ოთახის ტემპერატურაზე იყოს, ვაშლი და ხილი შეიძლება რომ ოთახის ტემპერატურაზე იყოს, კენკრაზე უფრო რეკომენდირებულია რომ იყოს მაცივარში, იმიტომ რომ სტრუქტურა აქ რბილი და უფრო ადვილად ზიანდება და ხო უფრო შეინახავს მიკრობიოლოგიურ საფრთხეს. სანამ მოვიტანთ და გვაქვს გასაცივებლად ის შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ გაციობს, ანუ მაცივარში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გავაცივებ. აი გაჭრილი ხილი, დაჭრილი ხილი ის ყოველთვის მაცივარში უნდა ქონდეს და ვიდრე ახლა ჩვენ ამას არ დავანაწევრებთ, მანამდე შეგვიძლია რომ იყოს ოთახის ტემპერატურაზე, მას არაფერი არ მოუვა. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ ესეთი საინტერესო რჩევებისთვის და მომწურავი ინფორმაციისთვის. ვფიქრობ ჩვენ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნებოდა და მე დაგემშვიდობებით ჩვენს მაყურებელსაც, რა თქმა უნდა, მომდევნო შაბათ-კვირამდე. ანა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ეკა ყოველთვის საინტერესო და სასურველი სტუმარია ჩვენი და დღეიდან მეწოდინება რა როგორ გავაკეთო ჩემო ბაჩო.
კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ. დროებით დაგემშვიდობებით ანა, შენც მომავალ კვირამდე შენს არჩევთან ერთად, ხოლო შაბათს, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზს გაგვაცნობ. ახლა კი კინოპრემიერა ელისო, ასე ქვია ჯილდოს, რომელსაც ნატო ვაჩნაძის ფონდი 2 წელია გადასცემს ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრების ავტორებს. წლევანდელი დაჯილდოება გუშინ 14 ივნისს გურჯაანში მდებარე ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციაზე წარდგენილი ფილმები დასახელდა. კინოპრემიის პარტნიორი დაარსების დღიდან გახლავთ Coca-Cola ბოთლეს ჯორჯია, რომელიც მხარს უჭერს კინოინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და დაჯილდოებას ჩვენი გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა და შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი. Siamo. სახლ-მუზეუმში რიგით მეორე კინოდაჯილდოება ელისო გაიმართა. დაარსების დღემდე ელისოს მხარდამჭერი და პარტნიორია Coca-Cola, რომელიც ერთგულად უდგას მხარში როგორც ქართულ კინოს, ასევე ნატო ვაჩნაძის ფონდის ინიციატივებს. ეს თანამშრომლობა უკვე გარკვეულწილად ტრადიციას გავს და Coca-Cola-s მხარდაჭერა ნიშნავს ქართული ხელოვნებისა და კინემატოგრაფიის განვითარებისთვის ხელშეწყობას. უკვე მეორეჯერ იმართება დაჯილდოება ელისო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია Coca-Cola-s მხარდაჭერა, იმიტომ რომ მეორე წელია ჩვენი ერთგულია და დღევანდელ დღეს მგონია ერთმანეთის დაფასება, ვალიდაცია და აღნიშვნა სხვადასხვა ფილმის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად კინოდაჯილდოება აქამდე არ გვქონია საქართველოში და მით უმეტეს ამ სიტუაციაში, იზოლაციაში ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩვენი ევროპელი და უცხოელი მეგობრების და კინემატოგრაფისტების მხარდაჭერა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ უპრეცედენტოდ კარგი ჟიური ყავს წელს ელისოს. როგორც მსახიობის ყოველთვის მნიშვნელოვანია კინო თუ თეატრალური ფესტივალები, მით უმეტეს პრემია ელისო, როგორც არის შაშან მე გახდით წამყვანი, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა ეს პრემია და ყველა გამარჯვებულს მინდა მივულოცო და ყველა ნომინანტს, რომელიც იყო, მაგრამ ვერ აიღო პრემია ელისო, მინდა წარმატება უსურვო. მეორე წელია ეს დაჯილდოება და პირველად ვარ საბედნიეროდ მოვედი და არ ვიცი ვერ გეტყვი ველოდი თუ არ ველოდი, მაგრამ ძალიან გამიხარდა რა, რომ გავიგე ჩემს სახელმწიფოში, ძალიან გამიხარდა და ეხად ძალიან ვღელავ, ეხად შეიძლება ვერ ჩამოვყალიბო აზრი, მაგრამ ნუ აი ძალიან ბედნიერია. ასეთი კარგი ამბებით იყავი ბაჩო წარმოდგენილი, ესე იგი და ძალიან საინტერესო იყო და ახლაც უნდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო ადამიანი, ქართველი, რომელიც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოცნება აუსრულდებოდა და ჯეკი ჩანთან და სხვა მისთვის საყვარელ მსახიობებთან ერთად ფილმებში ითამაშებდა. მათთან ბევრ საინტერესო თემებზე ისაუბრებდა და რაც მთავარია, ცნობილი ფილმების საბრძოლო სცენების დადგმაში მიიღებდა მონაწილეობას. ჩინური ორთაბრძოლებით დაინტერესებული თემურ მამისაშვილი თავდაუზოგავი შრომით და მონდომებით კინოს ცოცხალი ლეგენდის ჯეკი ჩანის კასკადიორთა მერვე თაობის გუნდის წევრი გახდა და არაერთი ყველასთვის საყვარელ ფილმში მთავარი როლიც კი მიიღო. როგორ გაიარა მან ეს გზა, ნახოთ ანა ზაქაშვილის სიუჟეტში. Is that? That's Jackie. Jackie? What is he doing here? ვიღაცას ჩემთვის რო ეთქვა ერთი 15 წლის წინ რომ შენ იქნები ჯეკი ჩანის ჯგუფის წევრი, ოჯახის წევრი, ასევე ითამაშებ ჯეკი ჩანის ფილმში, ასევე როგორც მთავარ როლს, ალბათ არ დავიჯერებთ. Is that really you? Hey. Yeah, I'm Jackie. Where is the baby panda? Panda? ზამიყვარდა კუნფუს ფილმების ყურება, ჯეკი ჩანი, ბრუს ლი, დონიენი და ასე შემდეგ. ხო და ნუ ჩემთვის დავიწყე იქ რაღაც ვარჯიშები, რაღაც ფეხების ქნება, ხელების და დედაჩემმა შეამჩნია, გაიგო ამ ადგილის შესახებ, აქ რა ვარჯიშებდნენ უშუს, იმინა ჩინურ ორთაბრძოლებს და მომიყვანა ერთხელ აქ სავარჯიშოდ.
აქ ჩამოყალიბდა ჩვენი ოცნებები და მე პირადად ამ ფილმების ყურები და თვითონაც რო ვარჯიშობდი და გამომდიოდა ძალიან მინდოდა ფილმებში მოხვედრა როგორც კუნფუ ვარსკვლავი გამختارიყავ. წარმოვიდგინეთ აი ბოლოდან დაწყებული აი სადღაც აქამდე ხო სულ ბავშვებით იყო სულ მოსწავლეებით იყო სავსე სამ ჯგუფად გაყოფილი. მიდიოდა ეს კონფუს ვარჯიშები. აი ესე უნდა მდგარიყავით ძალიან დიდი ხანი, არც დაბლა, არც მაღლა, არც მუხლების დადება არ შეიძლება. აი ესე ვიდექით და წარმოვიდგინეთ, რამდენი ბავშვები, რამდენი მოსწავლე, ხო? პირველიდან დაწყებული ნელა ყველა ითვლის 20-მდე 1 2 3 და აი ესე შემდეგი და ესე უნდა მდგარიყავი. თუ დაიღლებოდი, ჩამოვდგავდი ფეხებს ან რაღაცა, მაშინ მოგხვდებოდა ჯოხი. ესე რომ აი ესე, მაგრამ რომ მოუჩებოდით ხოლმე მე რო დგებოდით აი ესე, აქ სულ ისენი იყო. ეს ამას ხო ხედავთ როგორი პატერნი აქვს ეს ზოლები. სულ შესული იყო შეგნით კანში და მუშტებს ვეღარ შლიდით ხოლმე. ერთი დრო ქონდა მოწვევა იტალიიდან მსოფლიო ჩემპიონატზე უშუში, ჩინურთა ბრძოლებში. და ვერანაირად ფული მაგ დროს ხა ოჯახებს ყველას უჭირდა და ძალიან თუცული დრო რო იყო და ვერც სპონსორები ვერ ვიპოვეთ ვერავინ და ჩაიშალა ეს საქმე და ნუ ბევრი ფაქტორი იყო რა თქმა უნდა და გადავწყვიტე წავსულიყავი ამერიკაში და იქ რაღაცა შემექმნა. პირველი სამუშაო ნიუ-იორკში ვიდექი ჩელსიში სარეკლამო ფურცლებს ვარიგებდი ეგ იყო ჩემი პირველი სამუშაო. მე რესტორნებში მუშაობდი როგორც დიშვოშერი, ჭურჭლის მრეცხავი. მაგრამ ერთი რამე არ დამინებებია ეს ვარჯიში. ყოველთვის ვარჯიშობდი. ისე მოხდა რომ 2013-ში შევხვდი დონიენთ. მაგასთან საუბრის შემდეგ, ხო, მთელი ღამე არ მეძინა, ფიქრობდი, მეთქი რას ვაკეთებ ნიუ-იორკში, გავგუგლე დონიენის საცხოვრობს, ჰონკონგში, ჯეკი ჩანი სად არის, პეკინში, მე ნიუ-იორკში ვარ. ხო და მაგის მერე ალბათ ერთ კვირაში უკვე დავტოვე ყველაფერი და ჩავედი ჰონკონგში. არავის არ ვიცნობდი იქ და დავიწყე ყველაფერი იქიდანაც ახლიდან ხალხის გაცნობა. დღესდღეობით ის უფრო ადვილია, იმიტომ რომ გვაქვს Facebook, Instagram და ეს ადვილია ხალხის მოძებნა. მომიწვიეს ორ ფილმზე. ერთი იყო სამოჰონგი. მაგისი ფილმი იყო და იყო როლი. ჩხუბი და დიალოგებიც თვითონ თავარ გმირთან. და მეორე ვარიანტი იყო ჯეკი ჩანის ფილმი Dragon Blade, სადაც უბრალოდ კასკადიორი იყო არანაირი როლი, შეიძლება არც გამოჩნდა. როლი რა თქმა უნდა ახლა მსახიობის მით უმეტეს ძალიან უკეთესი ყველა იმას აირჩევდა, მაგრამ მე რატომღაც მიგძნო გულმა და ავირჩიე ჯეკი ჩანის ფილმი. და ეგ იყო მე ჩემი პირველი ჯეკი ჩანის ფილმი, მან პირველად დავინახე ჯეკი ჩანი. ამ ფილმზე რომ დავამთავრე მუშაობა, მეორე დღესვე გამომიძახეს callback ჰონკონგში. ჰონკონგში კესტინგზე გავიცანი ჯეკი ჩანის action director-ი უგანგ და რენი ჰარლინი skip trace-ზე ვიზახე ფილმზე. Whatever what the changes will be, our business will stay same, ese? Comprende? მე მეორეს მესამე დაემატა და სადღაც მეოთხე ფილმზე ოფიციალურად ამიყვანეს როგორც ჯეკი ჩანის ჩვენ პრინციპში გუნდს არ ვეჯახით, ჩვენ ეძახით ოჯახს. ჯეკი არის უნიკალური პიროვნება. ძალიან თავმდაბალი, უბრალო ადამიანია. უყვები ხოლმე საქართველოზე, ბევრ რამეს, უხსნი რომ ჩვენს ძალიან ძველი, ძალიან დიდი კულტურა გვაქვს როგორც ჩინეთს, ძალიან დიდი ისტორიით, ასევე უხსნი განსხვავებას საბჭოთა კავშირთან, ბევრს ჩინეთში წარმოუდგენია საბჭოთა კავშირი როგორც ყველანი რუსები არიან. მე კიდე უხსნი, არა, ჩვენ სხვანა, ჩვენი ენა გვაქვს, ჩვენი კულტურა, ძალიან განსხვავებული ხალხი ვართ. საქართველოში ყოველთვის მიწევდა გული და მინდოდა რომ აქ რაღაცა ამეწყო და მე თვითონაც ახლა მაქვს მაგის საშუალება მე ვფიქრობ და შემიძლია რაღაცა გავაკეთო და ამიტომ გადავწყვიტე აქ ჩამოვიდე რაღაცა ბაზა გავხსნა ჩემი production company, ჩემი კასკადიორების ჯგუფი. მე მაინც ახლა სადაც არ უნდა წავიდე, სადაც არ უნდა ვიყო, მაინც ქართველი ვარ და მაინც გული აქეთ მიწევს. როდესაც არ დავნებებულა. უნდა მიაწვერ ქედით. ერთი ცხოვრება გაქვს. უნდა გაეკიდო შენს ოცნებებს და გამოგივა რაღაც.
მართლაც ძალიან საინტერესო ადამიანი გაგვაცნო ანამ და ვიძახი ეს ამერიკა არის შესაძლებლობების დედამიწა და ქვეყანა თქო ადამიანმა თქვა ვერაფერს გავხდი წავედიო და მიაღწია აგერ შედეგი და დაბრუნდა ისე დაბრუნდა რა თქმა უნდა უკვე წარმატებული და შემდგარი ემსახურება და ძალიან გვიხარია იმიტომ რომ ეს წარმატება რომელიც შენი ოცნებები როცა სრულდება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემო ხატია, რამდენიმე წუთით უნდა გავიდეთ რეკლამაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით მარიამ როინიშვილთან ერთად, რა თქმა უნდა, მუსიკალური რუბრიკით, ასე რომ დაგველოდეთ და არ გადაარდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს და დავბრუნდით მარიამ როინიშვილთან ერთად, როგორც დაგვერდით მარიამ დილამშვიდობის მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა ტრადიციულად მივესალმებით ჩვენს არაჩვეულებრივ ტელემაყურებელს. რაღაცნაირი განწყობა მაქვს დღეს მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გულისხმობ, მაინც მინდა რომ ცოტა ხანი მოგწყვიტოთ აი ამ ძიმე ვითარებას და ცოტა ხანი რაღაცნაირად გავალამაზოთ თქვენთვისაც, ჩემთვისაც და ჩვენი ტელემაყურებლისთვისაც და გამოვიყენოთ დილის ეთერი იმისთვის, რომ სულ ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ და გვავიწყოს ლამაზმა მელოდიებმა ის პრობლემები, რაშიც გვიწევს ჩვენ ცხოვრება და გამკლავება. მე მინდა რომ სანამ დავიწყებთ ჩვენს დღევანდელ პერსონაჟზე საუბარს, მინდა რომ ერთი პატარა ვიდეო მოგასმენინოთ და ვაჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებელსაც, ამიტომ ვთხოვთ პროდიუსერებს რომ გაუშვათ პატარა ვიდეო. სიამოვნებით. პატარა ბუჩქის ძირში ვალებს ნაბასიაია ნამინახა ალბათ დილში ის ხომის ვარსკვლავია ფლავინები იმგოცდოდეს ნუში ბალიშკერიბია გაზაფხულის პატარძლები იმილსა და თავსაბრიან Io Gazapuri, Shemitlia, Tvalebria, Isomiti, Varslavia. Isteria, Xitosele, Mindala Jvatsupuro. ჩემი ქვეყნი სიღარული გასმეხდება როგორც მხოლოდ ერთი სურვილი მას სიმართლით ვემსახურო მასზე ფიქრით დაოცნები გულის დაღლი გავიხურო Gazapuri, Shemitlia, Tvalebria, Isomiti, Varslavia. არ ვიცი რამდენად ვიცით ამ არაჩვეულებრივი სიმღერის კომპოზიტორი ვინ არის, თუმცა აუცილებლად გაგაცნობთ და გეტყვით მის სახელს და გვარს როგორ? ახლა გავიგებთ თუ არა? კი ბატონო. ეს ქალბატონი გახდათ შემსრულებელი. ქალბატონი ლილი გეგელია, ვისთვისაც შეიქმნა და დაიწერა ეს სიმღერა 1966 წლის ჩაწერია, ნუ მიხვდებოდით თქვენ თვითონაც კადრებიდან, საკმაოდ ძველია. მსგავსი მელოდიის და მელოდიურობის სიმღერები ძალიან ბევრი აქვს ამ არაჩვეულებრივ ქალბატონს. შექმნილი. იცი, მე მგონი დამეთანხმება ჩვენი ტელემაყურებელი, რომ ძალიან დიდარია ქართველიერი არაჩვეულებრივი ქართველი ქალი კომპოზიტორები და ზოგადად კომპოზიტორებითაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალბატონებზე გავაკეთებ აქცენტს. მართლა არაერთი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და ძალიან მრავალჟანრულები არიან ისინი თავის შემოქმედებაში. აღარ ჩამოვთვლი, რა თქმა უნდა, სათითაოდ მათ სახელებს და გვარებს, თუმცა ძალიან დიდი სიამაყის განცდა მაქვს, როდესაც თუნდაც ნებისმიერი ის ნაწარმოებს ან სიმღერას
სიმღერას ვასრულებ ხოლმე და კიდევ უფრო სხვა განცდა მაქვს, რადგან მე თვითონაც ქალბატონი ვარ და ამიტომაც მაქვს რაღაცა სხვა განცდა. დღევანდელი ჩვენი პერსონა, ვინც არის, გახლავთ ქალბატონი, რომელიც აი თქვენ ეკრანზე ხედავთ ახლა ძალიან ლამაზი იყო. ძალიან ლამაზი იყო, თურმე და ნამდვილად გვიდასტურებს ფოტოებიც მის ლამაზეს და იცი რა, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად იყო ესეთი არაჩვეულებრივი და რაღაცნაირი შთამბეჭდავი გარეგნობის ქალი, ღია ფერის თვალები ქონდა, ჩვენმა რეჟისორმა სწორედ შეამჩნია, მიუხედავად ისა, რომ შავ-თეთრია ფოტოები, ღია ფერის თვალები ქონია მას და ასეთივე რაღაცნაირი ლამაზი სულის პატრონი იყო და სიმღერებშიც ძალიან კარგად ჩანს, იმიტომ რომ მე თქვენ ჩამოგიტყვით თქვენ რამდენიმე სიმღერას, რომელიც თქვენთვის ძალიან ნაცნობია, დარწმუნებული ვარ. ქალბატონი ლილი მოკლედ 1960 წლიდან იყო თბილისის მესამე სამუსიკო სკოლის პედაგოგი, მის შემოქმედებაში არის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კამერულ ვოკალურ და საესტრადო ჟანრს. დაწერილი აქვს 40-ზე მეტი სიმღერა, ნუ ია, კომში კომარა გახსოვთ? მაგრატელი, კი ბატონო, მაგრატელი აკრიჭინდა. კრიჭი. კი ბატონო, ზაფხულია ცხელა გახსოვთ? ანუ საბავშვო რეპერტუარში კი, საოცრად დიდი, ასე ვთქვათ, რეპერტუარი აჩუქა მან ბავშვებს და ვიცი რა, აი სწორედ ეს მინდოდა რომ თვითონ როგორი ლამაზიც იყო ვიზუალურად, ასეთივე ლამაზ მელოდიებს ქმნიდა ბავშვებისთვის. ნუ თბილისური საღამოები, მზის სამეფო და ასე შემდეგ, მოკლედ და ერთ-ერთი სიმღერა, რომელსაც ახლა არ დავასახელებ, პატარა ისტორია აქვს და ცალკე გავამახვილებ ყურადღებას. მოკლედ ძალიან ბევრი დუეტები აქვს დაწერილი, ტრიოები და იცი რა, თავარი მართლაც არის ის, რომ აი ამ სიმღერების ჩამონათვალიდან ძალიან ბევრმა უკვე დროს გაუძლო. მღერიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ვიცით ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია ამ სიმღერებისაც და აი თუნდაც ბზიურიდან ვიცი მაგალითად მე კომში კომარა და დღეს 2 წლის ბავშვიც და კიდევ უფრო დიდებიც მღერიან იგივე სიმღერებს, ასევე არის მაგრატელი აკრიჭინდა, კრიჭი. ხო და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან უხვად გვაქვს საბავშვო რეპერტუარში ქალბატონი ლილის სიმღერები. მე ვიცი. ლილი იაშვილზე ალაპარაკი ამ შემთხვევაში. და სხვა შორის მისი ქალიშვილიც ქალბატონი მაია გახდა არაჩვეულებრივი მევიოლინე და გაგრძელდა ეს მუსიკალური გენი. კი, ნამდვილად. და მოდი ცოტას მოგიყვებით ქალბატონ ლილიზე თვითონ თურმე ძალიან თავმდაბალი ყოფილა. ამიტომაც რაღაცნაირად არასდროს არის წინა პლანზე წამოწეული მისი სახელი და გვარი და ყოველთვის მწყდება ხოლმე გული. მაგრამ თვითონ დომებია ასე რომ რაღაცნაირად ჭრდილში ყოფილიყო. ძალიან კარგი იუმორი ქონია, ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა, კონსერვატორიასთან ახლოს ცხოვრობდნენ და სულ ასე ვთქვათ მისვლა-მოსვლა იყო მათ სახლში და დიდი მხიარულება ხო ტრიალებდა მუდმივად და ძალიან დიდი გულის ქალბატონი ყოფილა და ერთი სიმღერა რომელიც მან შექმნა მე ვფიქრობ რომ დღეს იმ ქალაქის ჰიმნადაც შეგვიძლია რომ დავასახელოთ იმიტომ რომ წასული ყოფილა ქალბატონი ლილი თავად ბათუმში უკვე მაყურებლისთვის არ იქნება ხარ რთულად გამოსაცნობი რა სიმღერაზეა საუბარი, ამიტომ მოვყვები ისტორიაში. ჩასულა ბათუმში და რაღაც საკონცერტო გასტროლი ქონია და როდესაც დაამთავრა ეს გასტროლი, ბათუმელებისთვის უთქვამს, რომ მე იმდენად მიყვარს ბათუმი და იმდენად მიყვარხართ ბათუმელები, რომ მინდა რომ ერთი სიმღერა მოგიცხვნათ და გაჩუქოთ. ჩამოვიდა თბილისში, გავიდა რაღაც ხანი და ძალიან მალე დაუწერია თურმე მელოდია აი ამ სიმღერისთვის და აკვიატებულიც ქონია ყურში. თუმცა ტექსტი ვერაფრით მიუსადაგა, ეძია ბევრი, მაგრამ ვერსად ვერ იპოვა. ის სათანადო ტექსტი, რაც აი ამ სიმღერისთვის მოუნდებოდა და მოუხდებოდა, მოახდენდა უпростоრად. ბევრი ეძია ერთი სიტყვით და ვერ იპოვა. თუმცა დაურეკა შემდეგ თავის მეგობარ, მხატვარ კორნელი სანაძეს, რომელსაც უთხრა რომ იცი რა, შენ მხატვარი ხარ და შენი თვალით დანახული ბათუმი მინდა რომ წარმოიდგინო და მოდი იქნებ დაწერო ლექსი. აი ამ კონკრეტულ მელოდიაზე, რომელიც უკვე არსებობდა და შექმნილი ქონდა მას ბათუმისთვის, რა თქმა უნდა. ძალიან მალე დაუწერია ბატონ კორნელის ლექსი ამ სიმღერისთვის, ბათუმს ქათქათას, რა თქმა უნდა, ამ სიმღერაზე ალაპარაკი და დღეს ალბათ დამეთანხმებიან ყურშიც და არა მხოლოდ ყურშიც, რომ ნამდვილად ულამაზესი ჰიმნი შეუქმნა და დაუწერა ქალბატონმა ლილიმ ბათუმს და თურმე მოვიდა ის პერიოდი, რომ
უკვე სახელმწიფო ეთერები იწყება და ქალბატონი ლილის მეუღლეს ბაბინაზე ჩაუწერია ქალბატონი ლილის დაკრული და ნამღერი და მატარებლის გამცილებელს გაატანა ბათუმში რომ სასწრაფოდ შეესწავლათ ეს სიმღერა რომ სახელმწიფო ეთერისთვის გაჟღერებულიყო და ასეც მოხდა ამ სიმღერის პირველი შემსრულებლები გახლავთ ქალბატონი ნანული აბესაძე და ბატონი სულიკო კოროშინაძე ვისიც გაიცნო ვისითაც მადლობა ბაჭო ვისითაც გაიცნო ქართულმა და მე არაჩვეულებრივი დასრულდა სოფო ნიჟარაძე ამ სიმღერას არა მხოლოდ სოფო თუმცა რა თქმა უნდა სოფოს ნამღერი ძალიან კარგად გვახსოვს და ძალიან ბევრი შემსრულებლის რეპერტუარშია ეს სიმღერა ის მინდა რომ აღვნიშნო და სხვადასხვა ვერსიებიც მოვისმინეთ და ყველა ერთმანეთზე ლამაზი იყო და ესე დასამახსოვრებელი ასე ვთქვათ და ასე რომ ქალბატონ ლილის შემოქმედება რა თქმა უნდა გვირგვინდება ამ ულამაზესი სიმღერით ბათუმს ქათქათა თი აბა ბაჭო სტორი ვარ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად იცი თუმცა იცი არის იმდენად როგორც აღნიშნე ყველას რეპერტუარში ყველამ თავისებურად მოირგო და იძლევა კიდევაც ეს სიმღერა ამის საშუალებას ყოველთვის გემღერება და ბათუმში რო ჩავდივარ გზაშიც კი რო შევდივარ პირველი სიმღერა რაც მომდის თავში არის ბათუმს ქათქათას და უკვე აღნიშნე ის ფაქტი რომ მართლა ძალიან ბევრი მომღერლის რეპერტუარში და სხვა ვერსიებით ვიცით უკვე ეს სიმღერა ერთი სიტყვით ერთმანეთზე უკეთესებით და ლამაზებით. უკვე აღნიშნე ისიც რომ სიმღერის მთავარი და ზოგადად ყველაფერში ხელოვნებაში მთავარი არის რომ დროს გაუძლო. ეს სიმღერა ნამდვილად უძლებს დროს და კიდევ დიდხანს გაუძლებს და ეს მეტყველებს ალბათ მთავარი ამბავი ის არის რომ ახალგაზრდა თაობა ასრულებს და სწორედ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მინდა რომ მოვიწვიო ახლა ჩვენთან სტუდიაში კატო ლეკოიშვილი და დათუნა წულუკი და კატო სხვა შორის გილოცავს სკოლის დამთავრებას და გისურვებ რომ სამართლიან და თავისუფალ საქართველოში გაგეგრძელებინოს შენი ნაყოფიერი სწავლა განათლება დათუნა დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად კი ბატონო კი და გისმენთ სიამოვნებით მოვისმენთ ქალბატონი ლილის ამ არაჩვეულებრივ ჰიმნს ბათუმზე თუ გაიჭრები აჭარის მთებში გულს დაგიავებს ნაზის ურნელი და თუ ჩახედავ ბათუმს თვალებში ყველა სენისგან განიკურნები ბათუმს ქათქათას ბათუმს თვალწარმტაც ზურმუხთ მშვენებას სიცოცხლის ეტებს თუ შეგიყვარა სულსაც გადა და თუ დასჭირდა თავს გაიმედებს ბათუმს ქათქათას ბათუმს თვალწარმტაც ზურმუხთ მშვენებას სიცოცხლის ეტებს თუ შეგიყვარა სულსაც გადა და თუ დაგჭირდა თავს გაიმედებს ზურმუხთ მშვენებას სიცოცხლის ეტებს თუ შეგიყვარა სულსაც გადას და თუ დაგჭირდა თავს გაიმედებს ბათუმს ქათქათას ბათუმს
სვაზარდაც ზურმუხ ჩვენებას მიწოცხლისე თუ შეგიყარა სულსაც გადას და თუ დაგჭირდათას გაიმედე Bravo! Lamazesi შესრულება ნამდვილად. მადლობა ძალიან დიდი. აი ასეთი ამ ჰანგებზე დავემშვიდობები ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს. სასიამოვნო დღეს გისურვებთ და აუცილებლად მოვიკითხავთ ასევე მუსიკოს მათე დევიძეს დიდი სიყვარულით და დარწმუნებული ვარ რომ ის მალე გათავისუფლდება. და რამდენადაც ვიცი, სულ უსმენს მუსიკას და დაუბრუნდება თავის გიტარას მალე. აუცილებლად და ჩვენი სიყვარული და მოკითხვა მათეს. და მათეს მეგობრებს, რა თქმა უნდა, თავისუფლება მათ. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. დროებით.